მოგესალმებით კიდევ ერთხელ ეთერში გადაცემა პოლიტიკური სივრცე სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს იმ თემაზე, რომელიც წინა გადაცემაში რეზიუმეში დავიწყებთ. ეს არის შეწყალების საკითხი, რომელიც ბოლო 2 დღის განმავლობაში გახდა სწორედ პოლიტიკური დებატების თემა. როგორც იცით, ბევრი ელოდა, რომ შეიძლებოდა ხელისუფლებას გამოიჩინა მოწყალება და ის ადამიანები, ვინც პოლიტიკური ნიშნით დააკავეს, პოლიტიკურ აქციებზე დააკავეს თუ სხვა მიზეზებით დააკავეს, მაგალითად იმის გამო, რომ მიუღებელი იყო ამ ადამიანების აქტიურობა და დაინახეს მათ ქმედებებში ხელისუფლებამ დანაშაულის ნიშნები, როგორც თავად ამბობს, თუმცა ხედავთ, რომ ამ ეტაპზე ჯერჯერობით მტკიცებულებების მოპოვება ძალიან ჭირს მათი დანაშაულის დასამტკიცებლად. ხედავთ, რომ ამ პატიმრების მიმართ ეს გულმოწყალება ხელისუფლებამ არ გამოიჩინა. რატომ იყო ეს მოლოდინი საერთოდ და რას ნიშნავს ზოგადად ელოდემ მოწყალებას იმ ხელისუფლებასგან, რომელსაც არ აღიარებ. ხო, ხელისუფლება თავის მთავარ არგუმენტად სწორედ ამას აცხადებს და ამბობს, რომ რატო ელოდით მოწყალებას ჩვენგან, თქვენი პრეზიდენტი ხო სალომე ზურაბიშვილიაო, დაახლოებით ასეთი განცხადებებიც მოვისმინეთ მათგან. ამ საკითხებზე ვისაუბრეთ, ზოგადად როგორ უნდა განვითარდეს პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში ამ ფონზე, როდესაც გვყავს პატიმრები ციხეში, რომლებიც დაკავებული არიან პოლიტიკური ნიშნით და ასევე მეორე მხრივ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც ნაწილი ქვეყნის მოსახლეობის არ აღიარებს, მას არ აქვს ასევე აღიარება მიღებული დასავლეთის რიგი ქვეყნებისგან. აი ასეთ ვითარებაში ვართ. გადაცემის პირველ ნაწილში ჩვენი სტუმრები იქნებიან ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი, ჟურნალისტი, ვადო მაჭავარიანი, პოლიტიკურ მოძრაობა სართულის დამფუძნებელი. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. და პირველ რიგში რა სიტყვით გუშინდელ დღესთან დაკავშირებით, ახლა ზვიად ცეცხლა სასამართლო პროცესები გრძელდება და ზვიად ცეცხლაძე გააკეთა განცხადება სასამართლოში მოწყალების დღეს ყველაზე არაკაცური ქმედება ჩაიდნენ თქვენ. გონიათ რომ ეგ წამება არ არის ტელევიზორიდან მაყურებინები თუ როგორ იყინება დედა ჩემი ამ სამინჩი როდის შეგზულდათ ასე ადამიანიო განაცხადა მან. ზოგადად რას უკავშირეთ იმას რომ გუშინმა უბრალოდ არ თქვეს, რომ არ ვიწყალებთ ამ პატიმრებს და ტყუილად ელოდებით ამ სიცივეში ციხის კართან. საღამოშიდობის ამერაბ მივესალმები ტელემაყურებელს, თავისუფლება და სოლიდარობა მზია ამაღლებელს, ინდისის ყველა პატიმარს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებსაც მორიგი ცივი საყინულეში 24 საათი გაატარებინეს თან მოლოდინში, რომ მართლა შესაძლებელია ნათლის ღებას მათი ოჯახის წევრები აღმოჩენილი იყვნენ თავისუფლებაზე. უკვე ძალიან დიდი ხანია ქართული ოცნება გველაპარაკება ენაზე, მამულზე, სარწმუნოებაზე, ქრისტიანობაზე, ტრადიციებზე და აკეთებს საპირისპიროს. ეს არის მათი ტაქტიკა, ერთის მხრივ მე ესე ვფიქრობ რა, რომ ერთის მხრივ საკუთარ ამომრჩეველს, იმ მცირე რიცხოვან ამომრჩეველს, რომელიც ჯერ კიდე დარჩა, თავი მოაწონოს და არ გადაუხიოს გზიდან და მეორეს მხრივ ნელ-ნელა წვეთის ეფექტით ბოლომდე განაკარწყლოს საზოგადოებაში ემპათია, თანაგრძნობა, ის რითიც მდიდარი არის ქართული საზოგადოება. მეორე, ჩემის აზრით, ეშინიათ, რომ ამ ნაბიჯით ისედაც დასუსტებულები კიდევ უფრო დასუსტდებიან. არ მინდა რომ ეს ჩემი სიტყვები ისე აღვქვათ, რომ აი სუსტდებიან და აი მორჩა, მაგრამ ამ ნაბიჯებს ძლიერი არ გადადგავდა. ძლიერი პირიქით გადადგავდა შეწყალების ნაბიჯს და ხო, მაგრამ მათი არგუმენტები ხო ნახეთ, რომ ახალგაზრდა ნაბიჯს გაუშვდა, რომ 400 ლარიანი ზიანის გამოზე. არ ინანიებს ეს ხალხიო? ჯაფარიძემ და ხაზარაძემ მოინანიეს რამე პოლიტიკური მიზანშეწონილებით, როდესაც ყაველაშვილმა გაუშვა ისინი და ეს მის გუმანში დაიბადა, რომ მოდი მე ახლა ესე მოვიქცევი. პარტიულ ინსტრუმენტად იყენებენ ხო ამ შეწყალებასაც და არ შეწყალებასაც და იგივე დღეს ეს გამოიყენა გაამართლეს და ცადეს რომ სათავისოდ თავის წისქულზე დაესხა წყალი ასეთი მესიჯ ბოქსებით ხო არ ინანიებენ რა აქვს მოსანანიებელი ახალგაზრდა ბიჭს რომელმაც პროტესტში სადაც აქ ხალხს ასისხლიანებდნენ წავიდა და 400 ლარის კაბელი დაწვა და ამის გამო ციხეში ყავს ახლა ჩასმული რა აქ იმას მოსანანიებელი იმას არავის არ აქვს მოსანანიებელი არაფერი რომ 300 კაცი დაასისხლიანეს რომ ბრძანება იყო გაცემული რომ ამას არაფრად არ აგდებენ იმას არ ინანიებენ რომ ამდენი წელი არის ელიტარული კორუფცია ყვავის მილიონებს იხვალებენ ბალიშის ქვეშ ამას არ ინანიებენ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ იღებენ ქვეყანაში სადაც ესე იგი აქეთ პატარასაც კი აი ნემსაც კი სპილოს ხელახს ხდიან გელათი თავზე ჩამოგვექცა და ელემენტარულად პოლიტიკური პასუხისმგებლობა კულტურის მინისტრმა არ აიღო და არ გადადგა, ხო?
ესენი პირიქით, აი რასაც ამბობენ, საპირისპიროს აკეთებენ. ამითი საზოგადოებას ხლეჩენ, იმიტომ რომ ეს საზოგადოება პირიქით არის შემწყნარებელი, არის მიმტევებელი და ამითი გავდიოდით ყოველთვის ფონს. ამითი ვაღწევთ ერთიანობას, ამითი არ ვკარგავთ და ვინარჩუნებთ ქართველობას და საქართველოს. ესენი ახლა ცდილობენ რომ ძალაუფლება რო შეიდარჩუნონ, არც საქართველოს აინტერესებთ, არც ეროვნული ერთობა აინტერესებთ, არაფერი. მთავარია ხელისუფლება შეინარჩუნონ. ეს კიდე ელემენტარული რაღაცა არის. გუშინ არ შეიწყალა ყაველაშვილმა სინდისის პატიმრები, დღეს გამოვიდნენ და სისულელეები ილაპარაკეს, მათ არ აქვს შეწყალებაზე მზაობაო ამბობენ. მაშინ როდესაც ესე იგი ერთ შემთხვევაში გვაქვს ფაქტი რომ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან შეიწყალა, ახლა ნათლისღებას ქალი რომელიც ერთი წელია ციხეში არის, ახალგაზრდა ბიჭები რომლებიც ასევე ამდენი ხანია ციხეში არიან, ნაწილი მშობლები გარეთ ელოდებიან, მთელი საზოგადოებას გული შესტკივა და ეს ნაბიჯი პირიქით შეიძლება იყოს ნორმალიზებისკენ გადადგმული ნაბიჯი, პირიქით მაშინ როდესაც პოლარიზაციას აქეთ ამ ხარეს გვაბრალებენ, ხო, ოპოზიციას აბრალებენ საზოგადოებას, რომელსაც არ მოწონს ქართული ოცნების ნაბიჯები, ახლა ნაცვლად იმისა რომ შემრიგებლობისკენ პირიქით აქეთ რაღაცა ჟესტით, ესეთი ჰუმანური ჟესტი გამოიჩინოს პრეზიდენტად წოდებულმა და ხელისუფლებად წოდებულებმა, პირიქით აკეთებენ და აქეთ კიდევ ცდილობენ რომ ბრალი დაგდონ. გაღმა შეიდავი, გამოღმა შეგრჩებაო, აკეთებს ამას ქართული ოცნება. ხო, ну, თუმცა როგორც ვთქვი, ხელისუფლება ამბობს რომ რატომ უნდა ელოდებით ჩვენგან შეწყალებას, არ გვაღიარებთ ერთი, არინანიებენ, მეორე, ეს ნიშნავს რომ გამოვლენ ამ ისევ ჩვენს წინააღმდეგ უნდა იბრძოლონ და რა ვალდებულება გვაქვს რომ შევიწყალოთ. და ამხრივ ასეთი არის მათი ლოგიკა. და ასე თქვა. მიცით რა არის? ერთს ვიტყოდი აი ამ ძალიან რაღაც ჩაჭიდებულებიან ამ ლეგიტიმაციის ამბავს და ნიშნულობა დიდად არ აქვს, შენ იქნები ლეგიტიმური პრეზიდენტი, ლეგიტიმური მთავრობა, ლეგიტიმური პრემიერი, მთავარია იყო ლეგიტიმური როგორც ადამიანი. მათ გუშინ საბოლოოდ, ამას ძალიან დიდი ხანია აკეთებენ, მაგრამ საბოლოოდ დაკარგეს ლეგიტიმაცია როგორც ადამიანებმა, როდესაც მე დავინახე მოხუცი ადამიანები, ხან შესულერა ადამიანები, ოჯახის წევრები, პატიმრები ალბათ, არ დაგვინახია, თუმცა ასე იქნებოდა, რომლებიც ელოდებოდნენ მთელი დღე შეწყალების აქტს, რომელიც ისედაც გამოსცეს 12 საათზე, ღამის 12 საათზე, დღის ბოლოს, აი გაწელეს მაქსიმალურად, არ გამოაქვეყნეს სია, დღევანდელი დღეც ეს მოლოდინი იყო და ვიხილეთ ზია ამაღლობელის ძმა, სოლიდარობა თავისუფლება მას რა თქმა უნდა, რომელიც თოლში, სიცივეში, იმ ამინში დადიოდა მარტო. ადამიანებად რო ლეგიტიმაციას კარგავენ და დაკარგული აქვთ უკვე დიდი ხანია და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი და კიდევ ერთხელ ანახეს ქართული ოცნების ამომრჩეველსაც და მე დარწმუნებული ვარ ძალიან კარგად დაინახა ყველამ მათი ფსევდოქრისტიანული და ფსევდოეროვნული სახე. ეს არის უკვე ბოლო ნაბიჯი. აი დღეს მაგალითად ჩვენ მოძრაობა სართულმა, პოლიტიკურმა მოძრაობამ, ახალგაზრდების პოლიტიკურმა მოძრაობამ დავიწყეთ მუშაობა, მართლა მუშაობა იმის მიმართულებით და ძალიან დიდი მისია ავიღეთ ჩვენ თავზე, რომ სირიას და ვენესუელას უკან წავაღებინოთ ჩვენი ორი ოკუპირებული რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება და გავაუქმებინოთ ეს. კაი, გასაგებია რომ ამის კეთება მე მიწევს 24 წლის ბიჭს და ჩემს თანამოაზრეებს და ბევრ ადამიანს და ხო, გასაგებია ეს, რომ შეიძლება ამას ვერ ეჭიდებიან რაღაც ჩიშით. მაგრამ როდესაც შეუძლიათ აქვთ იმის ბერკეტი რომ შეიწყალონ ადამიანი, რომ მოწყალება გაიღონ მართლა და არ არის ესე რომ აი თხოვონ ზურაბეშო შეწყალება. აქვთ მათ ეს ბერკეტი რეალურად, ასეთ სიტუაციაში ვართ და არ აკეთებენ ამას და კიდევ უფრო ზემოდან კიდევ უფრო აწვალებენ ამ ადამიანებს. ეს არის აი ყველაფრის გამოხატულება უკვე რამდენად არაპატრიოტულ და არაპატრიოტულთან ერთად, აი პირველი ნაწილი არაპატრიოტულზე იყო რა, მაგრამ არაადამიანურ ძალასთან გვაქვს საქმე, არაადამიანურ მოვლენასთან გვაქვს საქმე. თავად პატიმრები ამბობენ რომ არ ეთხოვდა შეწყალებას, ხო? საბას ხვიტარიძე ამბობს, არავისთვის მithოვია შეწყალება და არც ველოდი რომ ყაველაშვილი შემიწყალება და არც ჭირდება არავის შეწყალება, როგორ ბრძოლა იქნებოდა ბოლომდე, ისე სასჯელს მოვიწევს. ის რა არის ხო? ისინი არც მოითხოვენ, საბა ჩემი მეგობარია, ღირსეული კაცი, ვაშკაცი ხალხის ის რა, საბა გელახასაია, ჩემი მეგობრები, ზვია ცეცხლაძე, რა ვიცი, ჩემი მეგობრის მეგობრები, ადამიანები, ვისაც არ ვიცნობ. ის რა არის, ეს ხალხი არავის არ მოთხოვდა მოწყალებას იმაზე, რაც მათ არ დაუშავებიათ, როგორ აბსურდსაც მათ ედავებოდნენ. უბრალოდ ეს იყო საჭირო ქვეყნისთვის. მართლა უნდა გაეგო ქართულ ოცნებას გუშინ მაინც ეს და რამდენიმე დღის მანძილზე. აშკარად ფიქრობდნენ ამაზე, მაგრამ საბოლოოდ ვერ მიხვდნენ და ვერ მოვიდნენ მაგ ჭკუაზე, რომ ეს სჭირდება დღეს ქვეყანას და მათ სჭირდებათ ეს, რომ რაღაცნაირად გადარჩნენ როგორც ადამიანები. ჩვენ ვართ ხალხი და ის პატიმრებიც არიან ხალხი, ვისაც არ გაუხარდება რომ მათმა მშობლებმა, ქართული ოცნების წევრების და ლიდერების მშობლებმა, მოხუცმა მშობლებმა რა, ისეთ ასაკში არიან, მოხუცი მშობლები ყავთ და ღმერთმა კარგად უმყოფოს ყველას.
აი ესეთი სურათი ვნახოთ მათთან დაკავშირებითაც, რომ რომელიმე რუსთავის ციხესთან, ეხლა რუსთავის ციხეში არის ღარიბაშვილი მთავრობა ქართული ციხეში. ხო, ისთან ნახევარმთავრობა, ხო, ეგეც რომ უკვე ციხეში. ვიხილოთ, ხო, და ეს სურათი რომ ვიხილოთ, რომ სიცივეში იდგნენ ყინვაში. აღარ გვინდა რომ ამას ვხედავთ ამ ქვეყანაში. ყველა ვინც დასასჯელია დაიჯება აუცილებლად, ყველა ვინც დასასჯელია იჯება კიდეც, თუმცა არა იმიზეც რომ როგორც უნდა იჯებოდეს, მე საუბრობ ოცნების ყოფილ მაღალჩინოსნებს, ამ ღარიბაშვილზე, ლილუაშვილზე, აქ ყველას პასუხისმგებლობის საკითხი დადგება ოდესღაც, თუმცა ეს უნდა მოხდეს არა რაღაცა შურით და აი ბოღმით განსჭალული, აი როგორც ამ ახალგაზრდა ბიჭების მიმართ ბოღმა აქვთ უდიდესი რომ მათ ისეთი ადამიანობა აჩვენეს, ისეთი სიმტკიცე აჩვენეს და არც ბოდიში არ მოიხარეს იმასაც არ ჩაუდენიათ და არც მოწყალება არ თხოვეს იმას, ვისაც არ მიიჩნევენ ლეგიტიმურად. აი ის არის ამ ბოღმის გამოხატულების გარეშე ვისურვებდი რომ 2026 წლიდან გაგვეგრძელებინოს უსურვებდი ჩვენ ქვეყანას რომ გაგვეგრძელებინოს სულა მართლა რეალური დამოუკიდებლობისკენ, არა იმ სუვერენიტეტისკენ, იმ ეროვნულობისკენ, რასაც ოცნება გვთავაზობს, არამედ რეალური მართლა ეროვნულ მოტივებზე, იმიტომ რომ საქართველოში ქართველი მე არ მგონია რომ ამას დაუშვებს და დიდი ხანია მოსამართლობას შეეგუება, არ ვეგუებოდით არასდროს მთელი ისტორიის მანძილზე და არაფერი საერთო არც კაცობასთან, არც ეროვნულობასთან, არც ქრისტიანობასთან გუშინდელ მთელ ამ კასკაც ოცნების საქციელის არ ქონია და ეს კიდევ ერთი დიდი გამოხატულება იყო ამის. კი ბატონო, ვასილ, აუცილებლად მინდა ცალკე მისაუბრებ ზიას თემას. ხო, ეხლა რაც ხდება ერთი წლის განმავლობაში ყველანი ხედავთ ზიასთან დაკავშირებით და შენ გქონდა მაინც მოლოდინი რომ შეიძლებოდა მზიას მიმართ მაინც ყოფილი გადაედგათ ასეთი ნაბიჯი გამოდი იქნება თუნდაც რომ ქალია და პლუს ბევრი ოცნების მომხრეშიც არიწევს ახლა დიდ აღფრთოვანებას ის რომ ქალი ჟურნალისტი უზით ამდენი ხნით პატიმრობაში სილის გაწვნის გამო ხო მე ხშირად ვიმეორებ ხო და მზიამაც თქვა ეს თავის პროცესზე რომ პასუხისმგებლობას არ გაუბივარ მაგრამ სამართალი მინდა ხო ეხლა ამ რაღაც ქმედებაზე შეიძლება რაღაც ადმინისტრაციული სამართალი წარმოება დაწყებულიყო და არა ხა 2 წლიანი ციხე მიესაჯათ მის. ნუ პირობითი სასჯელითაც შეიძლება. ხო, ბევრი რამე შეიძლებოდა, მაგრამ ჩვენ ნახეთ რომ ესეთ ყველაზე ესეთი ძიმე მუხლი მიუყენეს 4 წელს ითხოვდნენ და მე ვითომ მოწყალება გაიღეს და 2 წელი მიუსაჯეს. რამდენად ფიქრობთ რომ შეიძლებოდა ეხლა და რატო ეს ნაბიჯი მაინც არ გადადგა? თუნდაც თავისი მომხრეების საჩვენებლად, რომ აი ჩვენ რაღაც კაი აქეთ ხარეს არ ჯერა მათი მოწყალების, მაგრამ მათ მომხრეებს ხო ჯერათ, რომ აი კეთილი მთავრობა ყავთ და მათთვის საჩვენებლად, რომ შეგვიძლია რაღაცაზე მაღლა დავდგეთ. მქონდა რა, კეთილგანწყობი აი სიკეთის მოლოდინი მქონდა მაინც. მე არ ვარ მაინც ისე განწყობილი რომ აი ბოლომდე აი სადღაც მაინც უშვებ რომ იქნება და ეს შემოbrunების წერტილი და ყოფილიყო პირიქით ნორმალიზებისკენ წამოსულიყო ჩვენს გარშემო მსოფლიოში ასეთი турბულენტური პოლიტიკური გეოპოლიტიკური ვითარება არის ხო ნაცვლად იმისა რომ პირიქით და ერთმანეთში აქ რაღაცა ქიშპობა გქონდეს იქნება და ერთობისკენ რაღაცნაირად გადადგმულიყო ეს ნაბიჯი გქონდა მოლოდინი რომ ზე ამაღლებელ შეიძლება გუშინ საპრობილე დაეტოვებინა მაგრამ მახსენდებოდა რა მათიაშვილის საქმე ეს არის ადამიანი რომელიც ციხეში აღკვეთღონიზებად მას პატიმრობა აქვს შეფარდებული და მას სისხლის სამართლებრივად ედავებიან რას ქართული ოცნების მიერ შემოღებული ახალი კანონის დარღვევას. მან ორჯერ რუსთაველზე გადაკეტა გზა. ერთხელ იგი ადმინისტრაციულად დააკავეს და გაუშვეს დროებითი მოთავსების იზოლატორში და ხელახლა ამ ქმედებისთვის, ანუ გზის გადაკეტვისთვის, სადაც ადამიანი დროშით იდგა, უბრალოდ რუსთაველზე დროშით იდგა კაცი, დაიჭირეს და ახლა ციხეში არის, სასამართლო უნდა გაიმართოს და 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება. რა მახსენდებოდა რა ეს მათიაშვილის საქმე ეჭვმეპარებოდა იმაში, რომ მზია ამაღლობელი შეიძლება კვლავ ისევ დაეტოვებინათ ციხეში. პოლიტიკურად ფიქრობენ მხოლოდ პოლიტიკურად ადამიანურად არა, ქართულად არა, ქრისტიანულად არა. პოლიტიკურ ფიქრებში კი მათთვის მზია ამაღლობელი არის საფრთხის შემცველი, იმიტომ რომ რავი, მე მაინც მივიჩნევ, რომ ქართული ოცნება არის დასუსტებული იმ ნაბიჯებიდან გამომდინარე, რასაც დგავს იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რასაც ატარებს იმ საგარეო პოლიტიკიდან გამომდინარე, რომ საერთოდ არავინ აღარ ელაპარაკება ქართულ ოცნებას და არაბეთის რამდენიმე ქვეყნის ამარა დარჩა, ხო და აზიის რამდენიმე ქვეყნის ამარა დარჩა, სადაც ჩვენი პოლიტიკოსები ეს ხელისუფლებად წოდებული პოლიტიკოსები წელიწადში 5-ჯერ 6-ჯერ ცდილობენ რომ ჩავიდნენ. მათ ეშინიათ მზია ამაღლობელის, მათ ეშინიათ წინააღმდეგობის, რომელიც ქვეყანაში არის და შესაბამისად ისინი ცდილობენ როგორ თქვა, არა ჰუმანურობა გამოიყენონ საკუთარი პიარისთვის და ამ პიარზე მე საზოგადოება შესთავაზონ ახალი განცხადებები და თავი მოაჩვენონ მართლად და რა გააკეთეს დღეს ხო რითი გაამართლეს რა წინადადებები წარმოთქვეს რა მიმართულებით წაიყვანეს ეს საკუთარი განცხადებები არაფერში ეს არ წერია
ისინი ფიქრობენ მხოლოდ და მხოლოდ პარტიულად, თუმცა იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი საერთოდ არ ფიქრობს რამდენიმე ადამიანი, საღამოს შედგება message box-ი, ყველას მერე გაიგზავნება ჩეთში და შემდეგ უკვე ესენი მეორე დღეს კამერებთან ჩამოდგებიან და სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა კუთხით ცდილობენ, რომ აი ეს message box-ი საზოგადოებას მიაწოდონ. მე ესე მგონია რა, ეშინიათ და ყველანაირად ცდილობენ, რომ თავი ძლიერად წარმოაჩინონ. და შემდეგ ამ ყველაფერს მოაყოლონ გაუგებარი და უაზრო პოლიტიკური რიტორიკა, რომლითაც, პროპაგანდის მეშვეობით ვიღაცას ამ აზრს თავს მოახვევენ რა. ხო, ხელისუფლება ამ მესიჯს უშვებს ამით, რომ უკან დახევა არ იქნება. ხო, შესაბამისად, ამაზე როგორ დაუპასუხოს შენი აზრით? პროტესტმა, თქვენ ახალგაზრდულმა მოძრაობებმა იქნება თუ სხვა, რომელიც ჩართულია ამ წინააღმდეგობის მოძრაობაში? ჩვენი ერთადერთი ყველაზე ძლიერი, ყველაზე მძლავრი იარაღი არის სიმტკიცე და გაუტეხლობა, რასაც ვაჩვენებთ უკვე წელიწადზე მეტია, უკვე მნიშვნელოვანი დრო გავიდა 1 წლიდან და მე მგონია, რომ სანამ საჭირო იქნება ეს სიმტკიცე იქნება და ვერანაირი იმით შეშინება ხალხის, აი ამ სიგიჟით და აბსურდით, რომელიც დარწმუნებული ვარ ისევ და ისევ, რომ 20 სამომრჩეველსაც შეუძლებელია რომ მოწონდეს. შეუძლებელია რომ ნებისმიერ ადამიანს მოწონდეს, გარდა ამ რამდენიმე არათჭკუად ყოფილი ადამიანისა, ვინც არის მომჯდარი ამ ქვეყანას, ვინც იგონებს ამ ყველაფერს, რომ ტროტუარზე დგომის გამო შეიძლება ადამიანი წავიდეს ციხეში 1 წლით. ეს არის სიგიჟე, ეს არის წარმოუდგენელი, ეს წარმოუდგენელია ვინმეს სიმტკიცეს და სიმაგრეს აჩვენებდეს და მე კიდე მიკვირს ის, რომ აი ვის რას უმტკიცებენ, ხალხს ელაპარაკებიან, ესე იმ მოხუცდედას ელაპარაკებიან, იმ ხალხის შვილებს, ვინც შეიძლება 1 წლით გაუშვან ციხეში ტროტუარზე დგომის გამო, მათ ელაპარაკებიან, ესე ანუ ვისთან მართლა ხო არ გონიათ, რომ ეს ხალხი და მართლა ხო არ დაიჯერეს ის, რაც სრული აბსურდია, რომ რაღაცა ყველა არის დაქირავებული აგენტი იციან თვითონაც ძალიან დიდი სისულელეა და რითი ცდილობენ რომ მოიგონ რომ გუშინ მაგალითად ზია ამაღლობას, ქალბატონ ზია ამაღლობას და ანასტასია ზინოუკინას თუნდაც რომელიც ძალიან ძიმე მდგომარეობაშია და მეტი უნდა ვისაუბროთ ამ საკითხთან დაკავშირებით რომ ძალიან ძიმე მდგომარეობაშია ის საპატიმროში ორ ქალბატონს აჯობეს ესე გონიათ და რაღაც გააწვალეს მათი ოჯახის წევრები და ანუ ქალბატონებს აჯობეს და ამ ეს გონიათ მათი სიმტკიცის გამოხატულება არა ეს არის ბოლო ამბავი მე მგონია რომ ბოლო ფაზა მათ რამდენჯერმე ჩვენ ვამბობდით ამას რომ ბოლო ფაზა მაგრამ აი ესეთ მორალურ ფსკერზე დაშვება არის პოლიტიკურ ფსკერზეც დაშვება მათ შორის იმიტომ რომ მორალი და პოლიტიკა მე ამ ორ რაღაცას ერთმანეთის გარეშე ვერ აღვიქო ეს არის თავარი ეს არის გასააზრებელი და მე მგონია რომ საზოგადოებას კაცო საზოგადოებას საპროტესტო მოძრაობასაც და არა მარტო მას ვინც უკან უდგას იმ 100,000-ობით ადამიანს ვინც აუცილებლად გამოვა როცა მომენტი იქნება შესაბამისი მომენტი როდესაც იქნება და როცა შესაბამისი დუღილის ტემპერატურა იქნება და ოცნება ბევრ შეცდომას დაუშვებს კიდევ მე მგონია რომ ყველას ეს გააზრებული აქვს ეს ოცნების ამორჩეველსაც, ყოფილ ამორჩეველსაც, ვინც კიდე ამ ყველაფერს გადაიაცებს. ეს არის გააზრებული და გააზრებული არის ის, რომ უნდა იყოს სიმტკიცე, შვიდობიანი, მაგრამ სიმტკიცე უნდა იყოს უწყვეტობა ამ ყველაფრის უნდა იყოს. აი ეს პოლიტიკა რომ არანაირი ამათთან არანაირი ხელის ჩამოხდება და მორალური კომპრომისი არ იქნება და საბოლოო ჯამში უნდა მიხვდნენ ისინიც და მე მგონია რომ რესურსი არ არის და უნდა მივახვედროთ და რაღაცნაირად ამ ცოტა უხეშად თქოს რომ აზრზე უნდა მოვიყვანოთ. რომ იმის აი ამ რეჟიმში რომ თავით ეტაკებოდეს მართლა ქართული ოცნება საზოგადოებას ჩვენ ერთმანეთს კი არ ვეტაკებდით თავით ეტაკება ოცნება საზოგადოებას რომელიც არის უდიდესი კედელი ანუ საქართველოს მოსახლეობის 70-80%-ს ანუ უნდა გაიაზრონ რომ ანუ სერიოზულ უმცირესობაში არიან იმ გზით რაგსაც წავიდნენ მე არ ვამბობ პოლიტიკურ გზაზე მორალურ გზაზე ვამბობ მე ამას და ადამიანობის ლეგიტიმაციის დაკარგვაზე ეგ არის რეალურად გამოსავალი რომ სიმტკიცე, უწყვეტობა და მაქსიმალური აი რაღაცა ერთგულება ამ ყველაფერს. კი ბატონო, ამ შეწყალების თემა რა მოვუწუროთ, ახლა ბევრს გონია რომ იმის გამო ედავებიან რომ რატო არ შეიწყალა ეს ბატონო ეს ერთ საკითხია ხა შეწყალები თუ არა, მაგრამ მათი გადასაწყვეტი იყო, ხო? მე თავარი აქ პრობლემა იყო. ხო, და არავინ ბატონ შეწყალები. თავარი პრობლემა იყო აქ ის რომ უბრალოდ არ უთხრეს ადამიანებს. არ უთხრეს, რადგან დილიდან შეიქმნა მოლოდი, ხა და დაიწყეს იმის გარჩევა, ვის გამო შეიქმნა, მათ გამო შეიქმნა, თუ ოპოზიციის გამო, ხო, ოპოზიციას აბრალებ, ოპოზიციამ შექმნა ეს ყალბი მოლოდინო, ჩვენ შუაში ვართ. არა და ყაველაში უნდა თქვა ინტერვიუში, ხო? ნათლისღებას იქნება გადაწყვეტილება. ხო და ანუ აქ თემა ის იყო, რომ არ იწყალებ, მაგრამ შეგეძლო თქვა, რომ არ იდგეს ხალხი. დამარცხებული არ არის არც საპროტესტო მოძრაობა, არც ის პატიმრები, არც ოჯახის წევრები, ისინი გამარჯვებულები არიან. დამარცხებული არის ის, ვინც ასე მოიქცა, დამარცხებული არის ის, ვინც მართლა ქართველობა დაკარგა. ქართველობის დაკარგვა მაგათ სხვა რაღაც გონიათ. სადაგრძელოების თქვა რომ
გავიზრდებათ, ეგ კი არის ქართულობის დაკარგვა და ერთ ღამეს ალბათ დარწმუნებული ვარ ნათლისღებას გუშინ დაჯდნენ და რა თქმა უნდა, ესეც საზეიმო განწყობა არის საქართველოში, მნიშვნელოვანი დასწავლი არის ძალიან ყველა ქრისტიანისთვის. სადაგზელო თქვენს ალბათ მანდილოსნის, ქალის, მშობლის, შვილის და რა გააკეთეს, როგორ მოიხსნენ და ეგ არის რა სადღეგრძელოებს უნდა გაცნენ რა ზოგადად ქართული პოლიტიკაც და თვითონ ამათი აზროვნებას და დამარცხებულები არიან რომ მართლა ქართველობის დაკარგვა გამოავლინეს საუკეთესო ტრადიციებში თუ რას ნიშნავს თვითონ ქართულმა ოცნებამ გუშინ. ხო, ასე თუ ჩვენც გისმენ ამ თემასთან დაკავშირებით. მე მგონია რომ ქართული საზოგადოება მივიდა იქამდე რომ ნახეთ უკვე გამოვცადეთ არაერთი ხელისუფლება. მე მგონი მივედით იქამდე გავიზარდეთ, გავათვითცნობიერეთ რომ ლიტერებზე და რაღაც ეფემერულ რაღაცა ისეთ ამბებს არ უნდა გავეკიდოთ რა. ჩვენ ახლა იმისთვის რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ცხოვრების ნორმალურ პოლიტიკურ რიტმს, საზოგადოებრივი სოციალური საკითხები გადაწყდეს მოქალაქეთა საკეთილდღეოდ, გვაქვს გამოსავალი. ქართული ოცნება მე მგონი უკან არ დაიხევს და თავად გადაიჩეხება გადასაჩეხში. რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ? აუცილებლად უნდა გაგრძელდეს წინააღმდეგობა. ამ დროს აუცილებლად უნდა დაუპირისპირდეთ ქართული ოცნების მთავარი არახს, რომელსაც იგი საზოგადოების წინააღმდეგ იყენებს, ეს არის პროპაგანდა. აუცილებელი არის რომ ამ საზოგადოებას დავანახოთ რეალური ალტერნატივა. რეალური ალტერნატივა არა უბრალოდ რაღაცა გაუგებარი სიტყვებით, არამედ გეგმებით, საზოგადოებით, ისეთი საზოგადოებით, რომელშიც დობას იპოვის ამომრჩეველი. და აუცილებელი არის, არ ვიცი, აუცილებელი არის, რომ აი ეს სამი რაღაცა წინააღმდეგობა, პროპაგანდასთან ბრძოლა, რეალური ალტერნატივის დანახება და არჩევნებისთვის მზადება არის ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხი, რომელიც არ უნდა გადავდოთ მეორე ეტაპზე. აუცილებელი არის, რომ მაშინ, როდესაც ახლა ქართულმა ოცნებამ შეიძლება ერთ-ერთ ინსტრუმენტად გამოიყენოს ძალაუფლების კვლავ მისატაცებლად არჩევნები, აუცილებელი არის საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი დაახდეს მომზადებული აი ამ ნაბიჯს. მანამდე პროპაგანდას უნდა ვებრძოლოთ, მანამდე საზოგადოებას უნდა ვაჩვენოთ რეალური ალტერნატივა, რომ ქართული ოცნება თუ წავიდა, ქვეყანა არ დაინგრევა. არ დაიქცევა და პირიქით უკეთესობისკენ წავა. იმ გამოცდილებით, რაც უკვე დაგროვილი არის ქვეყანაში, ხო პირიქით ჩვენ მივიღებთ უკეთეს შედეგს და აუცილებელი არის წინააღმდეგობის არ ჩაცხრობა, პირიქით უფრო გაზრდა და ეს წინააღმდეგობა მიიყვანს უკვე გადაადმევინებს ქართულ ოცნებას ნაბიჯს არჩევნების დასანიშნად. და აუცილებლად საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი უნდა იყოს ამისთვის მზად. ძალიან სხვა მე მგონი სხვა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ აქამდე თითქოს არაფერი არ მიანიშნებს, რომ აქეთკენ მიდის. ხო, ამ პოლიტიკური სპექტრი აქეთ ხარეს ან ჩვენ აი სამი თუ გამოვიდა მერაბ, მეოთხე გარდაუვალი იქნება. რა წინააღმდეგობა თუ არ ჩაცხრა, ქართული ოცნების პროპაგანდა თუ დამარცხდა და რეალური ალტერნატივა საზოგადოებამ დაინახა, უკვე არჩევნები გარდაუვალი იქნება. რა მე მგონი აი ეს ამ სამი პირობის შესრულება პირდაპირ და გარდაულად გამოიწვევს არჩევნების ჩანიშვნას. ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს მართლა, იმიტომ რომ რეალურად საზოგადოებაცაც, როდესაც უყურებს ამ ყველაფერს, რაღაც გარკვეულ პრობლემებს ხედავს. და პროპაგანდისადმი მოწყობილი საზოგადოება ხდება მაშინ, როდესაც ქართული ოცნება, როდესაც ეუბნება საზოგადოებას, რომ იცი რა, მე თუ წავალ ომი იქნება, მშვიდობა არ იქნება, აქედან აქამდე ოპოზიციურ სპექტრსაც ეხება ეს, რა თქმა უნდა, ოპოზიციურ სპექტრს ეხება ეს ყველაფერი, ვერ იღებდა პასუხს ოპოზიციურ სპექტრისგან, იღებდა იგნორს რატომღაც რა ამ თემის, რომ აი ამიტომ არ იქნება ომი, ამიტომ შევინარჩუნებთ თავაწეულ მშვიდობას და ჩვენ ძალიან აქტიურად მუშაობთ ჩვენი მოძრაობა მაგალითად და ძალიან აქტიურად გვაქვს რაცა ხედვებს ვაცნობთ საზოგადოებას ხშირად თუ როგორ გაიზრდება ჯარისკაცის ხელფასი ამ ქვეყანაში, როგორ გაიზრდება თავდაცვის ბიუჯეტი, როგორ უნდა გაუსწროს თავდაცვის ბიუჯეტმა რეგიონში მყოფ ქვეყნებს, როგორც არის სომხეთი და აზერბაიჯანი, არ უნდა ვიყოთ მაჩანჩალა ამ ხრივ, როგორ უნდა წარმართოთ სამშვიდობო პოლიტიკა. ამაზეა მეტი სასაუბრო რეალურად. სასაუბროა იმაზე, რომ არ ნიშნავს პირობითად ევროკავშირის წევრობა რაღაცა ავტომატურად გარყვნილობას და რაღაც დაკავებას. უნდა აიხსნას ეს ყველაფერი კარგად. პროპაგანდასთან ბრძოლა პოლიტიკური ალტერნატივით და პოლიტიკური ალტერნატივის მიერ. ეს არის ძალიან საკონცო და რა თქმა უნდა უწყვეტობა და სიმტკიცე. ეს მართლა გასაღები არის ჩემი ერთ ამ ყველაფრის და ხო შეიძლება საუკეთესო ფორმაში ამ მომენტისთვის არ ვიყოთ, თუმცა სხვადასხვა ნაბიჯებით, იმით რომ ვიმუშავებთ, ჩვენ მართლა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, დღესაც ავიღეთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და მართლა მე მაჩნია რომ საერთო ეროვნული საქმე ეგრე ეხება ყველას აბსოლუტურად რომ ამ ორმა ქვეყანამ, ხო, ეს მნიშვნელოვანია პოლიტიკურად. შეიძლება ვიღაც ეგონოს რომ ეს შეიძლება ხვალდაზე გარდაგიბრუნოს, აფხაზის სამაჩაბლოს, რაც მე მგონია რომ გარდაუვალი არის და მოხდება აუცილებლად ჩვენ სიცოცხლეში. თუმცა
ეს ნაბიჯიც უკვე რომ გამოვიყენოთ ეს პოლიტიკური ვითარება, რომ რუსეთის სისუსტეზე რაღაცნაირად ავაგოთ რაღაცები, რომ მისი ორი მეგობარი, მისი ორი დიქტატორი ვენესუელაში, სირიაში მადურო და ასადი მოშორდნენ და ეს რაღაცნაირად გამოყენებულ იქნეს და ოცნება რომ არაფერს არ აკეთებს, ჩვენ მაინც გავაკეთოთ რაღაცა. ჩვენ ამას ბოლომდე გავყვებით. გადავდგოთ ძალიან ბევრ ნაბიჯს, ძალიან ბევრი წერტილოვანი პრობლემა, რომელიც საზოგადოებას აწუხებს, ძალიან ბევრი დიდი პრობლემა, რომელიც აწუხებს, ამაზე სალაპარაკოა მეტი. შინაარსში არის მეტი შესასვლელი და არ უნდა ვიყოთ უბრალოდ იმაზე, რომ აი რაღაცა 2-3 ამოცანა დავისახოთ. აი კორპუსი რომ ავარიული არის და ორმორო არის რაღაც უბანში, ეგეც ძალიან სერიოზული პრობლემაა, ეგეც სალაპარაკოა და რა თქმა უნდა, ბევრად მასშტაბური პრობლემა რომ პატიმრები იყოს ქვეყანაში, ეგეც სალაპარაკოა და ამაზე უნდა რაღაცნაირად გავშალოთ და მე მიხარია რომ ჩვენი მოძრაობის სახით, არა მარტო ჩვენი მოძრაობის სახით, არის პოლიტიკური ინიციატივები, არის რაღაცა ნიადაგი რომ პოლიტიკური ალტერნატივა გაჩნდეს ამ ქვეყანაში და გასახარი არის ეს რომ მეტი რაღაცნაირი ახალი მიდგომა, მეტი ახალი რაღაცა იდეა, მეტი სიახლე ქართულ პოლიტიკაში და სიახლე არა მარტო სახეების მხრივ, მარტო სახეები არ უშუალოდ, არამედ მიდგომების მხრივ და რაღაცნაირად მიხარია რომ საზოგადოებაც ამას კავს და უცებ ხო, ნუ თქვენ რაღაც ახალ მოძრაობას წარმოადგენთ, ხო, სართული, ახალგაზრდა მოძრაობას, ვასილ ივანოვიჩ-კოვანის ფაქტორად შეიძლება ითქვას ახალ მოძრაობას წარმოადგენს, ჯერ საქართველოს პოლიტიკური ინიციატივა ჯერ ხო, ეს არის ვიქტორ ყიფიანის და რომელიც იყო ჯეოკეისი გადაკეთა. მაგრამ აი ამ ახალ პოლიტიკურ მაშინ ამ თემაზე მინდა ვისაუბროთ. როგორ წარმოგიდგენიათ აი ამ ვითარებაში თქვენ თავზე რისი აღება შეგიძლიათ? იმისი, რასაც ვერ ახერხებს დღევანდელი პოლიტიკური სპექტრი, თუ მათთან ერთად წარმოგიდგენიათ ერთობლივად რაღაცების კეთება ის? მე მგონი აუცილებელი არის რომ ვილაპარაკოთ. აუცილებელი არის რომ ვილაპარაკოთ და გავმართოთ ფართო დისკუსიები. მათ შორის რთულ თემებზე ვილაპარაკოთ ამ ფართო დისკუსიების ფორმატში. ისეთ რთულ თემებზე, რომელზეც მაგალითად ქართული ოცნება არ ლაპარაკობს. ისეთ რთულ თემებზე, რომელზეც აქამდე არსებული ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი თავს არიდებდა რომ ელაპარაკა. და შევთავაზოთ საზოგადოებას არა უბრალოდ ის რომ რაღაცა ცუდია, არამედ საზოგადოებას გავამახვილებინოთ ყურადღება იმის შესახებ, თუ რა გამოსავალი არსებობს აქედან ამ რთული მდგომარეობიდან. და შემდეგ უკვე საზოგადოება გადაწყვეტს, ხო, რომელი გზა ურჩევნია, რომელი გზა არის მართებული. ამისთვის აუცილებელი არის ფართო დებატების მოწყობა, ხო? ის ახალი პოლიტიკური ინიციატივები, რაც ამ დროის განმავლობაში დაიბადა, ის რასაც ხელი შეუწყო რუსთაველის პროტესტმა, მათ შორის რუსთაველის პროტესტის მონაწილეები აუცილებლად უნდა იღებდნენ მონაწილეობას ამ დისკუსიაში. ხალხმა უნდა ელაპარაკოს, ხალხმა უნდა მოусმინოს და აუცილებელი არის ხალხთან ურთიერთობა. არა უბრალოდ იმის შესახებ ლაპარაკი, რომ რაც ცუდია, არამედ როგორ გესახება გამოსავალი ამ ყველაფრიდან. რა გზით მიდიხარ და ტექნიკურად როგორ არის ეს შესაძლებელი და რას აკეთებ. ამაზე თუ არ დავიწყეთ ჩვენ მუშაობა, ამაზე მაგრამ აქ ნახეთ ახლა როგორი სიტუაცია. დღეს იმის რასაც შენს ამბობ, ხო, ალტერნატივა არის შესაქმნელი, თქვი, ხო? ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი, ხო? როგორ წარმოგიდგენია ამ ალტერნატივის შექმნა? გააქვს მაგალითად თქვენს პოლიტიკურ მოძრაობაში, ან თქვენს პოლიტიკურ მოძრაობაში კონკრეტული ხედვა, ალტერნატივის შეთავაზება, როგორ წარმოგიდგენიათ? როგორ უნდა მოხდეს ეს? აქამდე რატო ვერ გაჩნდა? და ეხლა როგორ შეიძლება გაჩნდეს ეს ალტერნატივა? აქამდე ვერ გაჩნდა, იმიტომ რომ მე მგონი გარკვეული ჩაკეტილობა იყო ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, ქართულ საზოგადოებაში იყო გარკვეული ჩაკეტილობა და ქართულმა ოცნებამ მოახერხა, რომ ეს ერთ მარტივისაში მოექცია, ხო? შემდეგ ვითარება იმდენად დაძაბა და იმდენად გააფუჭა, რომ თავის თავზე აიღო საზოგადოებამ ყველაფერი. ქართულ ოცნებას ძალიან უნდოდა რომ რუსთაველზე განვითარებული მოვლენები რომელიმე პოლიტიკური ოპოზიციური ძალისთვის შეეტენა და დაებრალებინა, მაგრამ იქ იდგა საზოგადოება და სწორედ ამიტომ არ გამოვიდა. დღეს საზოგადოება აძლევს შესაძლებლობას ისევ და ისევ საზოგადოებას, რომ მათ ამ საზოგადოების წევრებმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღონ. როგორ წარმომიდგენია? პირველ რიგში ლაპარაკი. პირველ რიგში ისეთი ხალხის ჩართვით პოლიტიკაში, რომელსაც აქვს გამოცდილება, რომელსაც ამაზე უფიქრია და არა უბრალოდ პოლიტიკურად. თქვენი მხოლოდ მოძრაობა უნდა იყოს ალტერნატივა, ახალი მოძრაობა, ან ეს, ან ის, ან სხვა. თუ რაზეც საუბრობს ხოლმე ძველი პოლიტიკური სპექტრი დავარქვათ ამას, ხო? აი ჯაფარა გამოვიდა ხა ციხიდან და სულ არ დაბარგავს, რომ ერთიანობა არის მნიშვნელოვანი. აი ეს როგორ წარმოგიდგენია? არის ამ ერთიანობასაც ჭირდება მუშაობა. მუშაობის გარეშე ერთიანობა წარმოუდგენელი არის. თუ ჩვენ ახლა არ ვიცი, რამდენად რეალისტური არის ის, რომ მოდი ჯერ ახლა გავერთიანდეთ ყველანი ერთად, ოცნება გაუშვათ და მე ვერ დავალაგოთ ვერაფერი. მოდით რა ისე ვთქვათ, რომ ოცნებას რო უშვებთ,
და მიდის თქვა ოპოზიციაში გადაინაცვლა ქართულმა ოცნებამ, საპარლამენტო უმრავლესობა დაკარგა, მთავრობას ვეღარ აკომპლექტებს. რას აკეთებს ან როგორ წარმოგვიდგენია კონფიგურაცია პარლამენტში? თუ თქვა უმრავლესობა მოითხოვს კოალიციას, რა არის კოალიციისთვის თავარი? რა არის ჯერ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი? ხო ესე ვთქვა, საქართველოსთვის, ქართული საზოგადოებისთვის რა არის უპირველესი ამოცანები? ამაზე უნდა შევჯერდეთ. ამაზე სამუშაო არის. რამე შეხვე კონსულტაციები აქვს. მივალ, მე მგონი მიდის მაკეთკენ, მიდის მერაბ საქმე, მიდის მაკეთკენ საქმე, რომ უკვე იგეგმება ნელ-ნელა აი ეს ახალი პოლიტიკური ინიციატივები ერთმანეთს ელაპარაკებიან, ერთმანეთს იცნობენ, არის კომუნიკაცია, არის დისკუსია, მაგალითად განათლების საკითხებზე, მაგალითად ეკონომიკის მიმართულებით. არის ეს ყველაფერი. ერთიანად ესე უცბად. ჩვენ სამწუხაროდ მიჩვეულები ვართ, რომ რაღაცები გვინდა უცბად. უცბად ყველაფერი გაკეთდება, თუ ამ ყველაფერს მიუდგებით ძალიან საქმიანად. ძალიან ისე ტექნიკურად თუ მიუდგებით და ყველა აიღებს პასუხისმგებლობას და მათ შორის ამ პასუხისმგებლობას აიღებს ზედმეტი ამბიციების გარეშე. ზედმეტი ამბიციების გარეშე, არამედ საქმიან პასუხისმგებლობას აიღებს. ტექნიკურად როგორ წარმოუდგენია, რა პოლიტიკური დოკუმენტები არსებობს, ხო? ადამიანები ერთი არის რომ ლაპარაკობენ, მეორე არის რომ მათ ლაპარაკს და საუბარს უდევს საფუძვლად რაღაცა აკადემიური ნაშრომი, პროფესიონალური აკადემიური ნაშრომის სფეროში, რომ ადამიანი 20 წელია მუშაობს, იგი შემდეგ მოდის პოლიტიკაში და ამბობს, რომ მე აი ამ სფეროში, აი ამ გამოცდილებით, აი ამ ჩემი ცოდნით ვაპირებ ამას. ეს უკვე არის კონკრეტული გზა. ეს უკვე არის კონკრეტული ხაზი. დავამატებ ამას რა რომ თქვენ გაქვთ რაიმე შესახებ კონკრეტულად მითხარი, ანუ ერთიანობის მომხრე ხართ თქვენს? იმიტომ რომ პოლიტიკური ამბიციები გაქვთ, ხო, ეხლა თქვენ თქვა შექმნით ეს მოძრაობა. სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრთან თუ ფიქრობთ რომ თქვენ ცალკე უნდა იყოთ და კონკურენციაში მოიპოვოთ რაღაც პირველობა და ამით შესთავაზოთ ალტერნატივა. იცით არის კონკურენცია ზოგადად რომ სჭირდება ქართულ პოლიტიკას და წაადგება ახლა განსაკუთრებით, თუნდაც შიდა ოპოზიციური კონკურენცია ეგ აუცილებელია. მე მაგ რიცხვში ვარ. თუმცა ერთიანობა, აი 100%-იანი არის ის, რომ ერთიანობა სჭირდება მართლა რაღაც საფუძვლები. ეგრე არ არის რა, რომ მე გავერთიანი, ეგ გვინახია უკვე ჩვენ. ჩვენ ეს გვინახია სააკაშვილის ოპოზიციის დროსაც, ჩვენ ეს გვინახია ივანიშვილის ოპოზიციის დროს და 2024 წელს დავინახეთ ეს ყველაზე კარგად რომ უსაფუძვლო უნიადაგო და რაღაცნაირ ერთიანობას, რომელიც უბრალოდ ერთიანობისთვის არის. 2024-ში ეს ერთიანობა არ გამოვიდა. არა, მე ერთიანობაზე ვსაუბრობ, რა რომ დაждდებოდნენ ერთად იქ რაღაცას, ყველას რაღაც პრობლემა ქონდა. ერთიანობას თუ მინდა მივახციოთ, ეს ერთიანობა ზოგადად საზოგადოების გაერთიანებას უნდა გარდაიქმნეს და ქართული ოცნება უნდა წალეკოს ამ საზოგადოების ერთიანობის ტალღამ და ეს შეიძლება სხვა კონფიგურაციებით მოხდეს და ამაზე სასაუბრო არის, თუმცა თუ რაღაცაზე, თემაზე, თუნდაც ერთ თემაზე შედგება რაღაც ერთიანობა, აქ არის დასაცავი რამდენიმე პრინციპი, აქ არის დასაცავი თანმიმდევრულობა, აქ არის დასაცავი ის, რომ ხელს უცა ჩამოართმევს პოლიტიკოს, ადამიანს და ოპოზიციას აქვს, დღევანდელ ოპოზიციურ სპექტრს აქვს ეგ პრობლემა ზოგადად. სიტყვა უნდა დაიცვას, ეს სიტყვა და საქმე უნდა იყოს მართლა საქმეში ასახული და უნდა ხელის ჩამორთმევას და შეთანხმებას რაღაცას მართლა რეალური ძალა უნდა კონდეს და მე მგონია რომ ახალი პოლიტიკური ძალები შეუწყობენ ამ პროცესს ხელს რომ ამის მაგალითს დაანახებენ საზოგადოებას და უნდა იყოს რაც მთავარია გულწრფელობა, როდესაც ჩვენ საუბრობ ერთიანობაზე, მე არ გულისხმობ აქ რა თქმა უნდა არავის, მე უფრო წარსულ გამოცდილებას გულისხმობ, მე დაწუნებული ვარ რომ ვინც ახლა განსაკუთრებით რაღაც კონკრეტული სახეებით საუბრობენ ერთიანობაზე, ბევრი მათ შორის გულწრფელი არის, თუმცა არ უნდა გეტყობოდეს აფერისტობა. უნდა იყო გულწრფელი, უნდა მართლა იმით იყო გამჭალული, რომ შენი ამბიციები რა თქმა უნდა კონდეს, ამბიციური უნდა იყო, თუმცა რაღაც ამბიციები ზედმეტი არ უნდა კონდეს, რაღაცა ეგო უნდა გადადო და ამ ეგოს გადადებით უნდა მოხდეს ეს. თუ ამ პროცესს ჩვენ დავინახავთ და იმედი მაქვს რომ დავინახავთ და ვინც დავინახავთ და ვინც გულწრფელები ვიქნებით და ხელის ჩამორთმევას ძალა იქნება, სიტყვას ძალა იქნება, ერთმანეთს თანმიმდევრულები ვიქნებით, მე მგონია შესაძლებელია ამაზე საუბარი. კონკურენცია რა თქმა უნდა ამ ეტაპზე იქნება. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ერთმანეთს შეავსებს, რა თქმა უნდა ეს საერთო საქმეს ემსახურება, რომ ოცნება გაუშვათ ამ ქვეყნის მმართველობიდან, ანუ ამის ხელშეწყობას ოცნება დარჩეს არავინ არ აპირებს და არავინ არ დააპირებს დარწმუნებული ვარ, ვინც გულწრფელი არის მართლა პოლიტიკაში და ვინც არ არის გულწრფელი, გამოჩენილა კიდეც და გამოჩნდება, მაგრამ მე მგონია რომ ამ ეტაპზე ასე რომ ჩვენი შინაარსს უნდა შევთავაზოთ. სხვა ინიციატივამ და პოლიტიკურ მოძრაობამ და პარტიამ თავის შინაარსს უნდა შესთავაზოს და ეს რო ერთმანეთს შეავსებს და რაღაცები რო გამოჩნდება, იქ უფრო რაღაცა თემატური რაღაცა საუბრები დაიწყება, იქ რაღაც თემებზე დაიწყება შეთანხმება და საბოლოო ჯამში უნდა მივახციოთ იმას, რომ სიტყვას, ხელის ჩამორთმევას და სიმართლეს და თანმიმდევრულობას გქონდეს და შეეძინოს ამ ქვეყნის პოლიტიკაში ძალა და ამ ქვეყნის პოლიტიკა არ იყოს აღქმული როგორც ბინძური საქმე, რატომღაც ესე არის აღქმული.
სუფთა ხელებით უნდა ვეცაო და მაქსიმალურად გაუსწრებლად უნდა ვეცაოთ ამ ყოველობის კეთებას და მაქსიმალური ენთუზიაზმით და რა ვიცი, ჩვენი მაგალითით ეს მე მგონია რომ ჩანს, ნუ ჩვენ მაგალითზე ვისაუბრებ, ახლა ვიცი ჩვენი მაგალითი რაც არის, რომ 3 წელია მართლა ძალიან ბევრი შემოთავაზების მიუხედავად არანაირ არ ჩაუფულზე, არც ოლიგარქიულ ფულზე არ მოგვიკიდია ხელი, მართლა ჩვენი რესურსით ღია ფანდრეიზინგით ვაკეთებთ ახლაც საქმეს დავიცეთ, დიდ საქმეს მოვეჭიდეთ, ამასაც დაკვეთით ვაკეთებთ ანგარიშვალდებულად და მე მგონია რომ მომავლის პოლიტიკა ზოგადად არის ეგ და მივესალმები ყველა ახალ ინიციატივას, მივესალმები ყველა სიახლეს და მე მგონია რომ ცვლილებისკენ რეალურად იმისკენ რომ რაღაცა ერთიანობა შედგეს, რეალურად იმისკენ რომ მართლა რაღაც ალტერნატივა გაჩნდეს, მიგვიყვანს ამ წესების დაცვა, რაც უნდა დაიცვას ახალი ტიპის პოლიტიკურმა სპექტრმა და ძველი პოლიტიკური სპექტრიც მე მგონია რომ მიხვდება რომ ამ სივრცეში ვინც ძველ მეთოდებს მიმართავს ისევ ოლიგარქიას, ისევ შავ ფულს, ისევ ამ არათანმიმდევრულობას მიხვდება რომ მისი ადგილი საერთოდ არ არის რომ ის უნდა გავიდეს, ის უნდა გაიწიოს და ეს სიძველი და ეს 30 წლიანი ჭაობი უნდა დასრულდეს, რა თქმა უნდა, ვინც ამ კონფიგურაციაში, ვინც ამ სიმართლეს საკუთარ თავს ნახავს, ის გაიმარჯვებს და ის დაამარცხებს ქართულ ოცნებას. მე მგონია რომ 12 წელი, 13 წელი იმის გარდა რომ ოცნება აყალბებს არჩევნებს, იმის გარდა რომ ძალიან უხეშად იყენებს ძალიან ბევრ რესურსს, რომ ძალადობს, იმან ვერ შეუწყო ხელი რომ ოცნება შეცვლილიყო, რამაც ვერ შეუწყო ხელი არის ასევე ის, რაც ხდებოდა ოპოზიციაში, რაც რაღაცა გაუგებრობა იყო. სულ ხალხი უყურებდა ამას და ამაში ალტერნატივას ვერ ხედავდა. მე მგონია რომ ეხლა არის, მე ხედავ ამის ნაპერწკალს იმედს ხედავ ხალხის თვალებში, როცა მესაუბრებიან მართლა და სრულიად უცნობი ადამიანები მოდიან, გვეუბნებიან რომ მართლა რაღაც იმედი აქვს გაჩენილი, იქნებ ახალმა ხალხმა რაღაც გააკეთონ და მე რა ვიცი, მინდა რომ ყველას უთხრა რომ ჩვენ არაფერს არ დავაკლებთ ამას და არ საწასვლას არ ვაპირებთ, არაფერი არ შეგვეშინდება და დაგვინახებია კიდეც. ძალიან ხა როგორც ხდება, ძირითადად ამ TikTok პლატფორმიდან მოიპოვეთ პოპულარობა. ხო ისე თავიდან TikTok პლატფორმა იყო, მერე Facebook-იც გახდა, Instagram-იც და ეხლა რაღაცა ვცდილობთ რომ მიუხედავად იმისა, რომ სიძნელეებს აწყდებენ ბევრს, როდესაც ნუ ძირითადად ურესურსოდ ხარ და ეგრე არის რა, ქვემოდან ზემოთ უნდა დაიწყო რა, ქვემოდან ზემოთ როცა დაიწყებ, უფრო მეტი დობაც ექნება შენს რაღაც წამოწყებას და უფრო მეტი რაღაც ფასიც ექნება შენს სიტყვას, როდესაც სიძულეებს მე მგონი არ უნდა შევშინდეთ და პირიქით, შესაძლებელი არის ის რა კეთდება და აუცილებლად შესაძლებელი არის როგორ კეთდება. სიტყვას ფასი უნდა კონდეს, ყველაფერს ფასი უნდა კონდეს რა. შენ ვერ დაამართლე, წარმოგიდგენიათ თქვენ თუ არა თანამშრომლობა ამ მოდავარქვევ ამას თქვენ დაგარქვევთ ახალ პოლიტიკურ ასე ვთქვათ პარტიებს და ძველ პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებთან დაკავშირებით ბევრი პრეტენზიებიც აქვს, ზოგი ხელისუფლებაში არის დამყოფი, ბევრი პარტია, რომელიც თითქოს ახალი ამარა იმ პარტიიდან არის წარმომდგარი, ხო, ასე ვთქვათ, ნაციონალურ მოძრაობის გამოყოფილი პარტიები და შე ამათან ერთად წარმოგიდგენიათ თანამშრომლობა თუ არ წარმოგიდგენიათ, ეს მაინტერესებს. ყველაფერს აქვს თავი, მე ვიტყვი ჯერ მე ნებას თუ მომცემთ, ყველაფერს აქვს წითელი ხაზი. რაღაც წითელ ხაზებს თუ ისევ დავინახავთ იმ ძველ მეთოდებს, იმ ძველ მიდგომებს, ვინც ამ ძველ მიდგომებს ეყובה, ვინც ამ შავი ფულის მიდგომებს, ოლიგარქიულ ჩრდილოვან მიდგომებს, არათანმიმდევრულობას და სიტყვას უფასზე აქვს იმ მიდგომებს გაყვება, რასაც ხედავთ ქართულ პოლიტიკაში. იმასთან რა თქმა უნდა საერთოდ მე ვერ დავინახავ, იმიტომ რომ მე მართლა საქმის კეთება მინდა გულწრფელად და ვინც ამას დამანახებს და ვხედავ ახალ პოლიტიკურ ცენტრებში განსაკუთრებით ამის რესურსს, რა ვიცი, უდიდესი სიამოვნებით დავждები, გავისაუბრებით, ჩვენ შინაარს გავაკეთებთ, თუმცა ბევრ რაღაცას შეიძლება საუბარი და ვინც ამ რაღაცა მაგალითს თუ შევკრიბ ახალი პოლიტიკის ვინც ამას გამოყვება, ყველასთან შეიძლება იქნება საუბარი, თუმცა მე მგონია რომ ეს ძველი მეინსტრიმული პოლიტიკური პარტიები თვითონ უნდა მიხვდნენ რომ რაღაცა განახლების დროა, რაღაცა გადააზრების დრო არის და მე მესმის რომ ბევრის ლიდერი არის ციხეში, საბედნიეროდ ბევრი ტოვებს საპატიმროს და გასახარი არის ნებისმიერ ადამიანის საპატიმროდან გამოსვლა და მე მგონია რომ რაღაცნაირი გადააზრება პოლიტიკურ ველზე რა ხან ეს მიდის, სოციალური პროცესია რა, პოლიტიკური პროცესია. უნდა მოხდეს და რაღაცნაირად ეს გადააზრება მე მგონია რომ ბუნებრივი პროცესიც იქნება და მე მგონია რომ ახალი პოლიტიკური ინიციატივები ვუწყობთ ამას ხელს. კი ბატონო, საბოლოო ჯამში ამ ვითარებაში დრო ხელისუფლებაზე მუშაობს თუ ოპოზიციაზე როგორ ფიქრობ? ცუდი არის რომ ამ турბულენტურ გეოპოლიტიკურ გარემოში დრო მუშაობს საქართველოს წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში ხელისუფლება ზიანდება, ოპოზიცია ზიანდება და ზარალდება ხალხი. ამ შემთხვევაში დრო ჩვენ წინააღმდეგ მუშაობს, ქვეყნის წინააღმდეგ, სახელმწიფოს წინააღმდეგ მუშაობს და ის ახლა აი შიდა პოლიტიკაში ძალაუფლება მიტაცებულია, ყველა ინსტიტუტი მიტაცებული არის, როგორ გითხრა, უფრო მეტად საზოგადოების წინააღმდეგ მუშაობს რა მე მგონი რა მე რა. ყველაზე მეტად ზარალდება საზოგადოება, იმიტომ რომ ქვეყანა წინ ვერ მიდის. ხო, თითქოს ხალხი შეეჩვია ხო ამ ვითარებას. რაზე ჩარშან ქუჩაში გამოდიოდნენ, აღარ გამოდიან, ხო? ანუ პროტესტის პერსპექტივას როგორ ხედავ ამ პოლიტიკურ ბრძოლას? როდესაც მე მგონია რომ იმაზე მეტი მე მაგის მართლა მჯერა რომ იმაზე მეტი ადამიანი გამოვა, ვიდრე პირობითად რომელიმე დეკემბრის ან ნოემბრის ბოლოს
2030 რომელიმე დღეს გამოდიოდა და თუ გვიხაროდა რაღაცნაირად რომ ოპერამდე იყო გადავსებული, გადაივსება რესპუბლიკის მოედანზე და იმის იქითაც და ძალიან ბევრი ადამიანი მე ვხედავ მაგას რა არ არის არსად ეს ყველაფერი გამქრალი. გამქრალი არ არის, მაგრამ სიბრაზე განელდა. კი, იცით, რაღაცა მომენტი უნდა მაგას. რაღაცებში, რაც ერთი წლის წინ ხალხისთვის წარმოუდგენელი იყო, ხო, მაგალითად ევროკავშირის ასეთი გინება, ასე შემდეგ, ეს უკვე ჩვეულებრივ ყოველდღიური საქმე და აქცია ხელისუფლებამ და ამ ამბავს თითქოს შეეჩვია უკვე მოსახლეობა. თამაშა აწეული არის, ხო, თითქოს შეიძლება ხედავდეთ რომ რაღაც ხო შეაჩვიეს და შეჩვეულიც არის, შეიძლება ანუ რაღაცაზე შეიძლება ისე აღარ ბაზდება, თუმცა რაღაც მომენტი მოვა, შეიძლება საერთოდ ვერ მიხვდეს თვითონ ქართული ოცნება და ჩვენც ვერ მიხვდეთ საერთოდ ისე შეიცვალოს სიტუაცია და ისე შეიცვალოს სიტუაცია უკეთესობისკენ. ეს ქვეყანა არ აირევა, ამ ქვეყანას ცვლილება არ ნიშნავს არევას, ამ ქვეყანაში რაღაცა ცვლილება ნიშნავს სიკეთეს, რა თქმა უნდა და ოცნება რასაც გვარწმუნებს, რომ ცვლილება ნიშნავს ომს, არეულობას, უბედურებას, ეს უნდა დავანახოთ კიდევ ერთხელ კარგად თელ საზოგადოებას, რომ ეს ასე არის რეალურად და დანარჩენს ნუ რეალურად მე მგონი რომ დრო გვიჩვენებს, თავარია რომ ჩვენ არ გავჩერდეთ ყოველდღიურობა შემართლა ისევ ამ ამბავს უბრუნდები რა, ხელმოწერების შეგროვებას ვაპირებთ ამ ჩვენი დღევანდელი ინიციატივის პარგლებში, აფხაზეთის სამაჩაბლოს საკითხთან დაკავშირებით, მართლა ვაპირებთ, რომ მიუხედავად რესურსისა, ყველა ეს ხშირად ამბობენ ხოლმე ამას და ბოლოს ჩადიან ხოლმე და ხვდებიან საკუთარ პარტიებს, ოპოზიციური პარტიები ხშირად ამას აკეთებენ ხოლმე. ნუ ეს კრიტიკაც უნდა მიიღონ ჩემს და კრიტიკაცსაც უნდა მივეჩვიოთ ჯანსაღს, რა თქმა უნდა რა, არ უნდა იწყინოს ეს არ არის. მართლა ვაპირებთ რომ მივიდეთ ყველა ქალაქში, მივიდეთ ყველა სოფელში, შევაღოთ რაც შეიძლება მეტი კარი ჩამოვართვათ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს ხელი და ვესაუბროთ, ანუ გავანელოთ პროპაგანდა, ვესაუბროთ ამ ადამიანებს და მიუტანოთ რეალური შინაარსი, გავაკეთოთ საქმეთან, აი ეს საქმეთან რაღაცა სხვა რაღაცაში გადავზარდოთ და მივახციოთ მიზნებს, რაც დავისახეთ და ბევრ რაღაცაში მოვახმაროთ, ბევრ რაღაცას მოვახმაროთ ეს რესურსი, რაც გაგვაჩნია და ყოველდღიური მუშაობაა საჭირო. თუნდაც ისაც ჩვენ ვაკეთებთ ყოველდღიურად რაღაცას სოციალ მედიაში ვაქტიურობთ, ბევრი ადამიანი, 100-ობით ადამიანი ნახულობს ვიდეოებს და პროპაგანდა ამითაც ნელდება და პროპაგანდა ამითაც მარცხდება, ესეც საჭიროა, ფიზიკური მუშაობაც საჭიროა და ჩვენ ყოველ შემთხვევაში გვაქვს იმის ენერგია, რა ვიცი, ასაკიც გვიწყობს ხელს საბედნიეროდ მე პირადად, რომ ყოველდღიურ მართლა რეჟიმში ვიმუშაოთ, ვიაროთ ყველგან, ყველას ჩამოვართოთ ხელი და ყველა ადამიანმა მივიტანოთ სათქმელი, რომ იმედი არათუ უნდა ჩაქრეს და ხო, რაღაცნაირად აკი არ უნდა განელდეს, ნაპერწკალი არ უნდა ჩაქრეს და ნიჰილიზმი არ უნდა წაგვიროს. არამედ პირიქით იმედი ახლა იბადება, რაღაცა სულს ყოველს მიყვება კარგი და ყველაზე ბნელ ღამესაც აუცილებლად მოყვება გათენება და გათენდება ამ ქვეყანაში აუცილებლად. მე მოძრაობა საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხთან საზმაუს მარშთან ერთად ვაკეთებთ სახალხო მოამბეს, ეს არის ინტერნეტ პლატფორმებისთვის გადაცემა. დავდივართ რეგიონებშიც, თბილისში გავაკეთეთ რამდენიმე გადაცემა, ვიყავით ამბროლაურში, ვიყავით ქუთაისში, ახლა ვიყავით ოზურგეთში. ძირითადად ჩვენი მიზანი არის საზოგადოების ხმა, რომ გავაჟღეროთ და წერთ ინტერვიუებს. შემიძლია გითხრა, რომ თანაფარდობა არის 10-1-თან, 10-2-თან უკმაყოფილო არის უმრავლესობა, კმაყოფილი არის ერთეული. ერთი ან ორი ადამიანი. ყოველ 10 კაცში, ვისთანაც მე ინტერვიუს წერ, შეიძლება გამოჩნდეს ერთი კმაყოფილი ადამიანი, ან მაქსიმუმ ორი კმაყოფილი ადამიანი, რომელიც კმაყოფილი არის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობით. თან ეს კმაყოფილებაც, როდესაც მე სოციალურ და ეკონომიკურ ვითარებაზე წერ ინტერვიუს, კმაყოფილება მოდის პირდაპირ ისეთი, რომ მე ქართული ოცნება მომწონს. და იმას უკვე აღარ აინტერესებს ის, რომ ანუ სხვა ცუდად ცხოვრობს, გაჭირვება რო არის ქვეყანაში, სიღარიბე რო არის, მაგალითად, ჩოხატაურში 17000 კაცი ცხოვრობს, 11000 არის სოციალურად დაუცველი. აი ესეთი ვითარება გვაქვს ქვეყანაში და უმრავლესობა არის უკმაყოფილო. მოდის აუცილებლად ნიადაგი არის ცვლილებების, თავარი არის ახლა საზოგადოებაში შევთავაზოთ მყარი ალტერნატივა. მზად იყოს საზოგადოება არჩევნებისთვის, არ უნდა შეწყდეს პროტესტი და აუცილებელია პროპაგანდის წინააღმდეგ. მე რო ჩავალ მაგალითად, აი, ძალიან მაგალითს მოვიყვანე, ახლა ძალიან სწორი ის არის რა, კარგი თემა წამოვწიეთ. სენაკში როცა ჩავალ, მე კი არ დაველაპარაკები სენაკის მოსახლეს, ერთ რიგით ადამიანს, სადღაც თუნდაც ქალაქში ან სოფელში, რომ იცით რა არის 2030-ში ევროკავშირში შევალთ. კი, ევროკავშირში აუცილებლად ევროკავშირი არის ჩვენი საგარეო პოლიტიკური მიზანი. მაგრამ მე დაველაპარაკები იმას, თუ როგორ გამოვასწორებ იმ სიტუაციას, რომ სენაკის მოსახლეობის 25%, 30% ამ რიცხვებში მერყეობს, როგორ აღარ უნდა იყოს სოციალურად დაუცველი, როგორ უნდა მოხმარდეს სენაკში გამომუშავებული თანხა და თუნდაც ჭიათურას ეხება ეს ყველაზე მეტად ჭიათურიდან საქართველოს ბიუჯეტს მილიარდები შეზდის, როგორ უნდა მოხმარდეს ეს ჭიათურას და მისი ბიუჯეტი როგორ არ უნდა იყოს 15 და 35 მილიონი და როგორ უნდა იყოს ბევრად მეტი მილიონი.
როგორ უნდა მოხმარდეს ეს ამ ქალაქების მოსახლეობას და როგორ უნდა მოხდეს მათი სისტემის დეცენტრალიზაცია, ამაზე უნდა დავილაპარაკოთ ჩვენ. ეს შინაარსი შეთავაზოთ თუ როგორ გახდება თუნდაც ერთი სენაკელის, ერთი ხობელის, ერთი საჩხერელის, ერთი თბილისელის, ნებისმიერი ქართველის, ყველანი ვართ ერთი ქვეყნის შვილები, ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ერთ სისტემაში ვართ. როგორ უნდა გახდეს ერთი ქართველის ცხოვრება უკეთესი. ამაზე უნდა ვილაპარაკოთ და არა რაღაც ზოგად თემებზე და არ უნდა დაგვეზაროს მოკლედ რა. გასაგებია. კარგი, თუ მოკლედ ახალ პოლიტიკურ მოძრაობებს გისურვებთ წარმატებებს. მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ვასილი ივანოვიჩ ჩიქოვანი და ვადო მაჭავარიანი იყვნენ ჩვენი სტუმრები. დაგველოდოთ რეკლამის შემდეგ ჩვენ ასევე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შემოგვიერთებიან. გიგა ლემონჯავა, კოალიციის ცვლილებებისთვის წევრი და გრიგოლ გეგელია, ლელო ძლიერი საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი იქნებიან ჩვენი სტუმრები. მაშასე ჩვენ დაბრუნდით ეთერში. გეგა ლემონჯავა ჩაგვერთვება კოალიციის ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც სტუდიაში უნდა მოსულიყო, მაგრამ რატომღაც ვერ მოვიდა. მოგესალმებით გიგა. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის, თუნდაც ამ ფორმით და თქვენი შეფასება იმ მოვლენებზე, რაც დღეების განმავლობაში ვითარდებოდა ერთ ამ პატიმრებთან დაკავშირებით და შემდეგ რამდენიმე პოლიტიკურ საკითხზეც დაგისვამ შეკითხვას. Ну, ჩემი აზრით, რეჟიმმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა თავისი სახე ამ თუნდაც ამ ვითომში წყალების პროცესში, როდესაც ადამიანებს შეუქმნა მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ შეიწყალებდა პოლიტიკურ პატიმრებს და ეს ათქმევინა თავის პროპაგანდისტებს. მაგალითად, შეგახსენებთ უცნობის ეთერებს, როდესაც ის ამაზე ლაპარაკობდა. თვითონ ამ ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა თქვა ამის შესახებ და მე როგორ მოექცნენ ამ ადამიანებს, ხო? ღამე გაათენებინეს ყინვაში ციხეებთან, შექმნეს ჯერ ეს მოლოდინი, რომ ვითომ იწყალებდნენ და შემდეგ დასრულდა ისე ყველაფერი, როგორც დასრულდა და ჩემი აზრით ეს არის ყველაზე უფრო მკაფიო მაგალითი, როგორ ექცევა ქართული ოცნება თავის მოქალაქეებს, ხო? ივანიშვილი არის ბოროტი ადამიანი, რომელიც არ გამოსწორდება და ჩვენი ამოცანა არც უნდა იყოს, რომ ივანიშვილის რაღაცა სიბოროტე კეთილშობილებაში გარდავქნათ, ჩვენი ამოცანა არის, რომ ვაჩვენოთ ძალა, რომელიც გამოიხატება ბევრი ხალხით ქუჩაში, გამოიხატება ბევრ საერთაშორისო სანქციაში, გამოიხატება ამ რეჟიმის არაღიარებაში, როგორც ლეგიტიმური ხელისუფლების და საბოლოოდ ჩამოშლაში ამ რეჟიმის. ჩემთვის არის ძალიან სამწუხარო, რომ კიდევ ხდება ჩვენ ბანაკში მყოფი ადამიანების მოლოდინები, რომ თითქოს ამ რეჟიმის წარმომადგენლებს შორის გაიღვიძებს ადამიანურობა, ჰუმანურობა. იმიტომ რომ ეს არის პრობლემა დიაგნოზის თვითონ. ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ თუ ზუსტად არ დავსვამთ დიაგნოზს, თუ არ გვესმის ვისთან გვაქვს საქმე და ჩვენ საქმე გვაქვს ბოროტ ადამიანთან, რომელიც არის კლასიკური რუსული აი რაღაცა სიბოროტის ნაწილი და რომელიც ადამიანებს ექცევა როგორც სათამაშოებს და ავიცი გარდა იმისა, რომ თქვა აი პოლიტიკური ნაწილისა, რომ თქვა შეწყალება არის ჰუმანური აქტი და ივანიშვილმა ეს ჰუმანური აქცია, რაღაც სადიზმის აქტად, ხო? ამის გარდა ეს ძალიან კარგად მეტყოლებს თვითონ რა ადამიანია ბიძინა ივანიშვილი და ბიძინა ივანიშვილი არის ბოროტი ადამიანი, რომელიც ესე თამაშობს ადამიანების ბედისწერით. ამიტომ პირველი რაც უნდა აქედან რა გაკვეთილიც უნდა გამოიტანოს ქართულმა საზოგადოებამ არის, რომ ივანიშვილის ნდობა არც ერთ ნაბიჯზე არ შეიძლება. რომ ივანიშვილში ვერასოდეს ვერ გაიღვიძებს ადამიანი და ჰუმანური ადამიანი მით უმეტეს, რომ რეჟიმის წარმომადგენლებს შორის აღარ არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ მოქალაქეზე, რომლებმაც შეიძლება ხმა იმაღლონ რაღაც პროცესებში, იმიტომ რომ გუში რაც მოხდა, როდესაც ამ გუნდის წევრი ხარ, ამ კრიმინალური დაჯგუფების ოდნავი ადამიანობა თუ გაგაჩნია, შენში უნდა იწვევდეს უდიდეს პროტესტს, როდესაც მშობლებს, პატიმრების მშობლებს ღამე გაათენებინეს ციხეებთან, ხო? ყინვაში. მაგრამ ეგეთი ხალხი, ვინც ამაზე ხმას აიმაღლებს, რეჟიმის რიგებში აღარ არის. და ჩვენ იმის იმედი კი არ უნდა გქონდეს, რომ ვიღაცაში ადამიანობას, ჰუმანიზმს გავაღვიძებთ. ჩვენი ამოცანა არის, რომ ჩამოვშალოთ ეს რეჟიმი. იმიტომ რომ ვინც ეხლა ჯერ კიდევ რჩება ქართული ოცნების რიგებში, მათში ადამიანობა აღარ არსებობს. ამ თვალსაზრისით იყო მნიშვნელოვანი გუშინდელი დღე ჩემი აზრით. და კიდევ ერთხელ რომ არავითარ თავისი ნებით დათმობას რეჟიმისგან არ უნდა ველოდოთ და ეს ვრცელდება არა მარტო შეწყალებას, არამედ ვრცელდება ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ ან საზოგადოებრივ მოვლენაზე. იმიტომ რომ ხშირად არის დისკუსია, რომ
ჩვენ უნდა ვესაუბროთ რეჟიმის წარმომადგენლებს ახალი არჩევნების ჩანიშვნასთან დაკავშირებით, რაღაც ესეთი დისკუსია, ესეთი იდეები არის ხოლმე. გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ივანიშვილი თავისი ნებით ამ ქვეყნის სასარგებლოდ არაფერს არ გააკეთებს. ნებისმიერი რამ, რასაც ივანიშვილი იძულებული იქნება, რომ გადადგას ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ, იქნება ქართველი ხალხის დიდი წნეხის შედეგი და ეს მოხდება მარტო მაშინ, როდესაც რეჟიმი დაიწყებს ჩამოშლას. როცა ივანიშვილი მიხვდება, რომ მას სხვა გზა აღარ გააჩნია. მარტო ამ შემთხვევაში იქნება შედეგი შესაძლებელი. შესაძლებელი ახალია თავისუფალი არჩევნები და შესაძლებელი ჩვენი მეგობრების, ჩვენი თანამებრძოლების პოლიტიკური ტყვეების თავისუფლება, რაც არის ჩვენი ორი მთავარი ამოცანა საბოლოო ჯამში. ამიტომ თუ ვინმეს ქონდა ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ ივანიშვილთან ან რეჟიმთან რაიმე მოლაპარაკების გზით შეიძლება რამე სასიკეთო ცვლილება მივიღოთ, გუშინდელი დღე უნდა იყოს გაკვეთილი ჩემი აზრით, რომ ეს არასოდეს არ მოხდება. ეს არის ადამიანობისგან ბოლომდე დაცლილი რეჟიმი, ეს არის რეჟიმი, რომელმაც დააპატიმრა უდანაშაულო ადამიანები წლობით უზის ციხეში და მათ მშობლებს, ღამეებს ათენებინებს და ოჯახის წევრებს ციხეებთან იმ მოლოდინით, რომ მათი ოჯახის წევრებს გაუშვებენ. რა შეიძლება, რომ ამაზე უფრო არაადამიანური გააკეთო, ხო? აი ეს არის ივანიშვილის სახე. ოღონდ ჩვენი ამოცანა წუწუნი კი არ არის და მოვლენების შეფასება უბრალოდ, რომ ივანიშვილი ესეთი ადამიანია, ან მისი რეჟიმი ესეთი რეჟიმია. ჩვენი ამოცანაა, რომ პოლიტიკური დასკვნები გამოვიტანოთ ამ ყველაფრიდან. დასკვნა არის ერთი, რომ ჩვენ თუ რეჟიმი არ ჩამოვშალეთ, ეს რეჟიმი არაფერს სასიკეთოს ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის არ გააკეთებს. პირიქით, დაამცირებს ადამიანებს, აწამებს ადამიანებს. რამდენჯერმე გაიმეორეთ ეს სიტყვა, რომ რეჟიმი ჩამოვშალოთ, მაგრამ ამ ძალას ოპოზიცია ვერ ასხივებს, ხო, დღეს, რომ რაღაც რეჟიმის ჩამოშლის უნარი რო გქონდეთ. შესაბამისად, ცარიელი სიტყვები ხო არ არის საბოლოო ჯამში? იცით რა, ოპოზიცია ივანიშვილი ცდილობს მე-14 წელია, რომ შექმნას თავისთვის სასურველი ოპოზიცია. და ეს ჩემი პოლიტიკური შეფასება კი არ არის, ეს არის თვითონ ბიძინა ივანიშვილის სიტყვები, მან არაერთხელ თქვა, რომ ამ ქვეყანას ჭირდება მისთვის სასურველი ოპოზიცია და მისთვის სასურველი სამოქალაქო საზოგადოება და ის ანადგურებს მიზანმიმართულად მათ შორის ოპოზიციას, ისევე როგორც კრიტიკულ მედიას და სამოქალაქო საზოგადოებას. ივანიშვილმა ეს ვერ შეძლო და ივანიშვილი იმიტომ ცდილობს, რომ ოპოზიცია გაანადგუროს, რომ ის წარმოადგენს პრობლემას მისთვის. ოღონდ რა თქმა უნდა, ის რომ ოპოზიცია ეს არის ავტორიტარული რეჟიმი და ყველაფერს აკეთებს ოპოზიციის განადგურებისთვის, ეს არ არის გამართლება იმისა ჩვენთვის, რაც ხდება დღეს ქვეყანაში. და ოპოზიცია რა შეიძლება გააკეთოს სხვა შემთხვევაში? ერთი არა, ასეთი ხმამაღალი განცხადებები რო კეთდება, რომ რეჟიმი უნდა ჩამოვშალოთ, ამისთვის რეალურად რა ნაბიჯები, რა ძალა გაქვთ ოპოზიციას, რა ნაბიჯების ეხლა გეტყვით, დიახ, რა ძალა. როგორ წარმოგიდგენიათ ხო ამის გაკეთება დღეს? ეხლა გეტყვით რა ძალაც გვაქვს. პირველი, როგორ უნდა ჩამოიშალოს რეჟიმი, ხო? ეს არის კითხვა. რეჟიმი ჩამოიშლება სამი გზით. ერთი ეს არის მისი არალეგიტიმურად დატოვება, ანუ მისი არაღიარება და არაღიარებას რამხელა მნიშვნელობა აქვს მადუროს შემთხვევაშიც გამოჩნდა, როდესაც ამერიკის ხელისუფლების მთავარი პოზიცია მადუროსთან დაკავშირებით იყო, რომ მადურო არ არის ლეგიტიმური პრეზიდენტი. ეს არის კარგი მაგალითი, რატომ არ უნდა ვაღიაროთ არაფრის ფასად და რატომ უნდა დავტოვოთ არალეგიტიმურად ეს რეჟიმი. მეორე, ეს არის საგარეო წნეხის ორგანიზება მაქსიმალურად ივანიშვილის და მისი კრიმინალური ბანდის წინააღმდეგ, რაც უნდა გამოიხატოს მეტ საერთაშორისო სანქციაში, რაც უნდა გამოიხატოს საერთაშორისო გამოძიებაში ივანიშვილის წინააღმდეგ, რადგან მან გამოიყენა ქიმიური იარაღი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ და ასე შემდეგ. ბევრი ფორმა არსებობს საერთაშორისო წნეხისა და მესამე, ეს არის ქვეყნის შიგნით პროტესტის გაძლიერება, გაფართოვება, გამრავალფეროვნება და გამწვავება. ეს სამი პასუხისმგებლობა აქვს ოპოზიციას. და იმიტომ რომ ამ სამ რამეზე გადის რეჟიმის ჩამოშლა. ეხლა გავყვეთ საწითაოდ, ხო? ოპოზიციურმა ლიდერებმა საკუთარი თავისუფლების ფასად არცნეს და არ აღიარეს ეს რეჟიმი. და თუ რამე ინარჩუნებს ამ რეჟიმის არალეგიტიმურობას, ერთი ეს არის ქართული საზოგადოების პროტესტი, მეორე ის რომ ოპოზიცია არ შევიდა გაყალბებული არჩევნების გზით შექმნილ პარლამენტში, იმიტომ რომ ოპოზიცია რომ პარლამენტში შესულიყო, თამაში დამთავრდებოდა, ივანიშვილის ლეგიტიმაციის პრობლემა არ ექნებოდა. მესამე ის რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა საკუთარი თავისუფლების ფასად, იმიტომ რომ ციხეში არის მათი დიდი ნაწილი,
არცნეს რეჟიმის ლეგიტიმურობა. ანუ ჩვენ რასაც ვინარჩუნებთ ერთი სტრატეგიული ხაზი, არის მათი არაღიარება და ეს არაღიარებას იმიტომ კი არ ვინარჩუნებთ, რომ გაბრაზებულები ვართ მათზე, იმიტომ რომ პრაგმატულად მათი საბოლოო ჩამოშლის ეს არის მნიშვნელოვანი. მეორე, საერთაშორისო განზომილება, ხო? პირადად ივანიშვილის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს დაწესებული სანქციები, მისი კრიმინალური ბანდის წინააღმდეგ არის ბევრის 500-ზე მეტი საერთაშორისო სანქცია. ეს რა თქმა უნდა საკმარისი არ არის, რა თქმა უნდა მეტია საჭირო, მაგრამ რასაც მივახციეთ ჩვენ როგორც საზოგადოებამ და ოპოზიციის წვლილი ამაში რა თქმა უნდა არის საგარეო მუშაობაში, არის რომ არც შეერთებულ შტატებში და არც ევროკავშირის ქვეყნებში ივანიშვილს ლეგიტიმურ ხელისუფლებად არავინ არ აღიქვამს და მის წინააღმდეგ არის საერთაშორისო სანქციები. ივანიშვილმა ხარჯა ბევრი ფული დაიქირავა ბევრი ლობისტი, ეცადა ყველაფერს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირის ქვეყნებთან საკუთარი პირობებით დაელაგებინა სიტუაცია, მაგრამ მან ეს ვერ შეძლო. და ეს თავისით არ ხდება. ეს არის მუშაობის შედეგი. უპირველესად, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის გმირული წინააღმდეგობის შედეგი, მაგრამ ასევე საგარეო კოორდინირებული მუშაობის შედეგი და მესამე, ეს არის პროტესტი ქვეყნის შიგნით. და აქ გეთანხმებით, რომ ჩვენი მოვალეობა პოლიტიკური პარტიების მარტო ის კი არ არის, რომ არც რუსთაველზე ვიაროთ ყოველდღე ან არც კვირაში სამჯერ ან არც შაბათის მარშებზე. ჩვენი მოვალეობაა, რომ გავზარდოთ, გავაფართოვოთ პროტესტი და აქ არის ოპოზიციის ერთიანობა, კოორდინაცია კრიტიკული. და ჩვენ მაგ ხაზს მივყვებით ზუსტად ამაზე ვმუშაობთ, რომ საერთო ძალებით შესაძლებელი გახდეს, რომ შეიქმნას ამ ქვეყანაში პოლიტიკური ალტერნატივა, იმიტომ რომ ცალკე ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ვერ ახერხებს პოლიტიკური ალტერნატივის შექმნას, ეს მნიშვნელოვანია უპირველესად საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ უიმედობა დაიძლიოს და ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რომ მათგან საერთაშორისო წნეხი ივანიშვილზე გახდეს ბევრად უფრო ხისტი. ეს სამი მიმართულებაა. ამ სამ მიმართულებაზე, როგორც გითხარით, ხო, ოპოზიცია მუშაობს, მათ შორის რიგ შემთხვევებში საკუთარი თავისუფლების ფასადაც კი. საკმარისია ეს ყველაფერი. მესმის, მაგრამ გაერთიანების, ოპოზიციის გაერთიანებას არ ჭირდება ამ ხელამსხვერპლი, როგორც არის თავისუფლება, სიცოცხლე და ასე შემდეგ. უბრალოდ შეთანხმება ჭირდება, რომელსაც ამდენი წელია ვერ ახერხებთ. არა, ოპოზიციას შეთანხმებას, რა თქმა უნდა, თავისუფლება არ ჭირდება, თავისუფლება ჭირდება იმას, რომ რეჟიმი არ იქნას აღიარებული, არც ეს გავიგე, ეს კარგი ამბავია. მაგრამ მეორე თუ მესამე თემაზე მინდა რომ არა, ერთით ეს უნდა დავამთავროთ მე რა თუ შეიძლება. მე კატეგორიულად არ ვეთანხმები ამ სხვერპლის დაკნინებას. ეს მარტივი ამბავი არ არის. არა, მაგას არც ვაკნინებ, მე ვამბობ რომ მეორე უფრო მარტივი საკითხია თქვა, ამის ხაზგასმა მინდოდა რა. იმას შეიძლება სხვერპლი ჭირდება, იმას ჭირდება ვთქვათ რაღაცა შეიძლება ციხეში ჩაჯდომა მოყვეს და ასე შემდეგ, მაგრამ ამას ეს უფრო მარტივი ჩანს ამასთან შედარებით. ხო, სხვერპლი არ ჭირდება მეთქი. ერთი მეორეს ვერ ცვლის სამწუხაროდ. ხო, ვერ ცვლის, მაგრამ მე ვსაუბრობ რომ ამას რატო იმ რთულ ამბავს თუ მიაღწიეთ, ამას რატო ვერ მიაღწიეთ? რომ ერთმანეთთან დასხდეთ და ილაპარაკოთ. ამაზე ეს არის ობიექტური პრეტენზია ჩემი აზრით პროდასავლური დემოკრატიული პარტიების მიმართ, რასაც ახლა თქვენ ამბობთ ერთიანობასთან დაკავშირებით. მე ვარ დარწმუნებული, რომ დღეს ოპოზიციური პარტიების ერთიანობა არის ბევრად უფრო ახლოს, ვიდრე ოდესმე აქამდე ყოფილა. ამას ხელს უწყობს ოპოზიციის შიგნით გააზრება სიტუაციის სიმძიმის. ჩემი დაკვირვება ესეთია, სიმართლე რომ გითხრათ, იმიტომ რომ ერთიანობაზე არ ვიცი, პარტია დროა ან გირჩი მეტი თავ ზოგადად კოალიციას სრულებისთვის მუშაობს. არ ვიცი, დროას და გირჩის შემთხვევაში ეს არის 2 წელზე მეტია მაგალითად, ხო და დაახლოებით 1 წელია, რაც ჩვენ ყველა ერთად ამაზე ვმუშაობთ და მე ვფიქრობ, რომ ამ ცოდნის გააზრებით, რაც ამ პროცესში მივიღე და ინფორმაციის გააზრებით, დღეს ერთიანობა არის ყველაზე უფრო ახლოს ვიდრე ოდესმე ყოფილა და ეს მარტო იმიტომ კი არ არის რომ ოპოზიცია კარგი გახდა უკეთესი ბევრად ვიდრე აქამდე იყო. იმიტომაც არის ეს ვითარება რომ ივანიშვილის აი ავტორიტარიზმიდან დიქტატურისკენ გადახრამ უკვე ხო ყველასთვის გახადა ცხადი რომ თუ ჩვენ ძალებს არ გავაერთიანებთ ჩვენ ქვეყანას დავკარგავთ. აი ამ რეალობის წინაშე ვართ. ამიტომ იქ სუბიექტური ფაქტორები რაც არის ხო ვიღაცის ეგოისტური ამოცანები, პიროვნებების ან მაგალითად ორგანიზაციული მიზნები. ეხლა ინაცვლებს უკანა ფლანგზე ჩემი დაკვირვებით და ჩვენ ვართ ახლოს პროდასავლური დემოკრატიული პოლიტიკური პარტიების გარკვეულ შეთანხმებასთან. ეს რა თქმა უნდა ტაქტიკის საკითხია.
რა ტიპის შეთანხმება იქნება. მე თუ მკითხავთ, ეს შეთანხმება უნდა დაეფუძნოს ორ რამეს. ერთი ეს არის ქცევის წესებს, როგორ ვურთიერთობთ ერთმანეთთან და მეორე გამარჯვების სტრატეგიას. იმიტომ რომ თუ მე და თქვენ ერთნაირად ხედავთ გამარჯვების გზას, ბუნებრივია რომ ჩვენ სტრატეგიული მოკავშირეები ვხდებით ამ გზაზე. ამიტომ გამარჯვების ხედვა, ანუ როგორ ვამარცხებთ ივანიშვილს და როგორ ვურთიერთობთ ერთმანეთთან, ეს არის ორი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელსაც უნდა დაეფუძნოს ოპოზიციის შორის პროდასავლურ დემოკრატიულ პარტიებს შორის შეთანხმება. მე არ მინდა რომ მოვლენებს წინ გავასწრო, მაგრამ ფრთხილი ოპტიმიზმით გეტყვით, რომ ჩემი აზრით ეს შეთანხმება არის ბევრად უფრო ახლოს, ვიდრე ოდესმე անգამდე ყოფილა. გასაგებია. მადლობა დიდი, გიგა ლემონჯავა იყო. იქით თქვენ დიდი მადლობა და ბოდიში რომ სტუდიაში ვერ მოვახერხე მოსვლა. კი ბატონო, გიგა ლემონჯავა კოალიცია სრულებისთვის წევრი, პარტია დროას ერთ-ერთი ლიდერი და ჩვენ შემდეგ სტუმარა გრიგოლ გეგელია, ლელო ძლიერი საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი, მოგესალმებით. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. პარტია ლელო და პირადად თქვენ თუ იზიარებთ გიგას ოპტიმიზმს, რომ არასდროს ასე ახლოს არ ყოფილა ოპოზიციაში ერთიანობაზე შეთანხმება. არ ვიცი, მე არ გამიწევს თქვენ ამ პროცესში არ ხართ საერთოდ. ჩვენ გარკვეულ საუბრებში ვართ, რაც გვითქვამს. ნახეთ, ისევ და ისევ თავარი არის ერთიანი შეჯერებული სტრატეგიული ხედვა. ეს არის ყველაზე მთავარი და მე გასულ კვირასაც აქ ამ სტუდიაში ამაზე ვსაუბრობდი პირველ რიგში, მათ შორის, როდესაც გარკვეულ უკვე წარსულდა უმნიშვნელო, მაგრამ მაინც ტაქტიკურად ხელშესახებ ამბებზე ვსაუბრობდით, მათ შორის გირაოზე და სხვა რაღაცეებზე. ნახეთ, ძალიან მარტივად ჩვენ უნდა შეგვეძლოს, მე კიდევ ერთხელ იგივეს ვიტყვი, ჩვენ უნდა შეგვეძლოს თანმიმდევრული გზის დანახვა. და გზადაგზა არ უნდა ვიყოთ, ეს იყო პრობლემა გასულ წლებში, დიახ, რა თქმა უნდა. გიგა ამბობს აღარ არის ახლოს ვართო შეთანხმებას. მერტვაკას აღარ იყოს. მე გამეხარდავ ხოლმე აღარ იყოს. თქვენი პარტია როგორ უყურებს ამ თემას? არის ახლოს ეს ყველაფერი? თუ არ ხართ ამ პროცესში არ ხართ საერთოდ? არა, პროცესში ხო ვთქვი რომ ვართ, საუბრის კუთხით, რასთან ვართ ახლოს და რასთან არ ვართ ახლოს. ამას გვაჩვენებს შემდეგი ახლო პერიოდი, რასაკვირველია. მე მინდა რომ იყოს კარგი კოორდინირება, კიდევ უფრო კარგი ვიდრე არსებობს. ჩვენ გასული წლის განმავლობაში გქონდა არაერთხელ მომენტები, როდესაც ხანგრძლივი მომენტები, როდესაც კარგად მუშაობდით ძალიან ერთად და ეგ არის ჩემთვის მაგალითი იმისა, რაც გვჭირდება უფრო მეტად, ხო? ხო, მაგრამ მე მოხდა ფუნდამენტურ საკითხზე მაგალითად, ხო? გასდა სხვა როგორც იყო არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობს თემა. სწორედ მან და აღარ მომავალში რომ ასეთ რამ აღარ უნდა მოხდეს, ეს როგორ შეიძლება რომ დაეზღუოს? აი, ზუსტად მან ვარ, ხო? მე ესე მესმის ყოველ შემთხვევაში. შეიძლება სხვანაირად. მე ესე მესმის, როდესაც გარკვეული ტიპის კოორდინაციის ფორმატში შედიხარ, აქ ხო რეალურად ეს განიხილება, ხო? რაღაცა ერთი პარტია ნაკლებად განიხილება, ხო? ზოგადად როცა საუბარია ამ რაღაცებს, აქ საუბარია კოორდინაციის მოდელებზე, ხო? როგორ ვიკოორდინირებთ უკეთ. კოორდინაციას გააჩნია ხო? კოორდინაციას საუბარი თუ ერთიან ალტერნატივაზე, ხო? ახლა მოთხოვნა მე რასაც უყურებთ ხალხშიც და დასავლეთისგანაც კი, რომ ერთი რაღაცას ძალას ხედავდეს აქ. არის ამაზე ერთ ძალას უნდა რომ თანამშრომლობას ხედავდეს. გავიგე თანამშრომლობას, მაგრამ ერთი პირით ელაპარაკებოდეს ვიღაცა. ხო, ხა მარტივდება მაგალითად დასავლეთისთვისაც მარტივდება ვიზე გააკეთოს ფსონი. მარტივ რამეს გეუბნები. იგივე იცის ძალიან კარგად ვიზეც გააკეთოს ფსონი. ქართველი ხალხის მიერ არჩეულ 4 პოლიტიკურ კოალიციაზე. გასაგებია ეგ, მაგრამ ამ შემთხვევაში არ უყურებს ეგრე რა უყურებთ რა კოორდინაციას ბაშუე. იმიტომ რომ რასაც ხედავთ ახლა ხო იგივე ხა ირანის საკითხი ვიყოთ. ხო, იქაც ასე თემა იყო, რომ აი აგერ არის რეზა ფეხლები ალტერნატივა და თუ რაღაცა ამაზე გაკეთდება ფსონი, ხო, დასავლეთის მხრიდან და შიგნითაც მოსახლეობამაც ბოლოს განსხვავებული შემთხვევაა. განსხვავებული შემთხვევა კი ბატონო. ნუ ავიღოთ უნგრეთის მაგალითი. ირანში პოლიტიკური ცხოვრება გაუქმებულია და შაჰი ყავდათ. ჩვენთან არის პოლიტიკური ცხოვრება, როგორ ფიქრობ? ნუ ჩვენთან ჯერ კიდევ არსებობს. ხო, ნუ სადღაც გარდამავალ ეტაპზე ვართ. ირანთან შედარებით უკეთეს მდგომარეობაში. ხო, კი ბატონო. კი ბატონო, ხო, ეგ მაგით შეგვიძლია ჯერ დავითრაბა. ჯერ კიდევ შემთხვევაში. მაგრამ აი უნგრეთის მაგალითი ავიღოთ, ხო, იქაც ახლა ორბანი არის ამდენი ხანი და რაღაც იმედი გაჩნდა მას მერე რაც გამოჩნდა იქ ერთი ძლიერი ფიგურა პოლიტიკური ალტერნატივა. ხო, მაგრამ მეორე მაგალითი შეგვიძლია გითხრათ. კი, ხო, არა, ბევრი მაგალითი სხვა შეიძლება. აი, 2 წლის წინ გამოჩნდა 8 პარტია გაერთიანდა, 8 პარტია. მათ შორის ლიბერალები და ჯობიკი ერთად იყვნენ. სადეგა. ნეონაცისტები, ბატონო? სადეგა. უნგრეთში კი, 8 თუ 9 პოლიტიკური სუბიექტი გაერთიანდა, ყველა პრაქტიკულად. აი, ლიბერალები და ნეონაცისტები ერთად შევიდნენ კოალიციაში. გამოარჩიეს 5 შვილის მამა, კონსერვატორი, რელიგიური პრაქტიკოსი, კარგი, გულანთებული, ახალგაზრდა შუახნის უნგრელი კაცი
და ვერაფერი ვერ გააკეთეს. ხო, მაგრამ ახლა სხვა სიტუაცია. მაგაზე არ დგას. ეხლა სიტუაცია სხვა. შენ შეიძლება შექმნა ალტერნატივა. სხვა არის, ვისაც თქვენ საუბრობთ. პეტრ მაგიას ხაშვის უნგრეთის თვითონ აი დაახლოებით სააკაშვილის შევანაძის ამბავს გავს, ხო? თვითონ ორბანის ადმინისტრაციიდან გამოსულია და მისი მეუღლე ორბანის წულუკიანი იყო დაახლოებით, იუსტიციის მინისტრი და ყველაფერს. ასე იგი, მაგრამ მე რაზეც ვსაუბრობ, იცი რომ შეიძლება შექმნა ალტერნატივა, მაგრამ ეს ალტერნატივა არასწორად შექმნა, ან არასწორი ლიდერი აარჩიო. ეგ ერთი საკითხია. ეს ერთი საკითხია, მაგრამ საბოლოო ჯამში რომ ალტერნატივა არის საჭირო, ამას უარყოფთ, რომ ერთი ძლიერი ალტერნატივა არის საჭირო და ეს არის მოგების ფორმულა. ეს ერთი ძლიერი ალტერნატივა, ერთი ძლიერი ალტერნატივა მიიღწევა გაერთიანებით. თუ მიიღწევა იმით, რომ ერთი პოლიტიკური ძალა მოიპოვებს რაღაც ყველაზე მეტ მხარდაჭერას და ის გახდება მთავარი პოლიტიკური ძალა, ეს სხვადასხვა გზები შეიძლება არსებობდეს. თქვენ არ ვიცი როგორ ხედავთ ამას, მაგრამ გეტყვით. ძლიერი პოლიტიკური ერთი მთავარი ძლიერი პოლიტიკური ალტერნატივის არსებობა რო არის საჭირო, ამას ასე ვერ ხედავთ თუ ხედავთ ასე? მე მაგალითად მგონია, კაცი ნახეთ, მოდი დავიწყოთ საიდან. აქ ბევრ რაღაცაზე ვლაპარაკობთ, ბევრ თემაზე. აქ ყველა საინტერესო, ყველა მნიშვნელოვანი, მაგრამ შევხედოთ ასე. მე მგონია, რომ 2024-ში, როდესაც ხმის დაცვა ვერ შევძელით, ჩვენ საკმაოდ კარგად შევძელით ამომრჩევლის მობილიზება. და ეს შევძელით მათ შორის იმიტომ, რომ ჩვენ სხვადასხვა ტიპის ამომრჩევლებისთვის ვიყავით მოსაწონი. ანუ იქ მერაბიც მივიდა არჩევნებზე, იმიტომ რომ თავისი წილი არჩევანი ჰქონდა, გრიგოლიც მივიდა, იმიტომ რომ თავისი წილი ჰქონდა და ასე შემდეგ, ხო? ეს არის ერთი გზა, ერთი ხედვა. მეორე გზა არის იმის თქმა, რომ მთელი, თქვათ, როგორ თქვათ, მთელი სპექტრი, ყველა მოქალაქე, მთელი პოლიტიკური ენერგია, ხო, მთელი საზოგადოებრივი რესურსი და ენერგია იყოს ერთი გარკვეული ქოლგის ქვეშ, ხო, რომელიც არც ლელოა, არც ერთი შეიძლება არ იყოს, მაგრამ ერთი იყოს ყველაზე ძლიერი გაერთიანება. ორი მოდელია, ხო? ერთი ალტერნატივა, ანუ თუ ყველა ვერ გაერთიანდება, ეს იმას არნიშნავს, რომ გაერთიანება არ უნდა შეიქმნას ამას. ვიღაცა შეიძლება თქვას, მაგრამ ლელომ თქვას, რომ არ მინდა, ხო? კი, მაგრამ უთქვენოდ შეიქმნება. და იქნება დიდი გაერთიანება და რაღაცა ლელო, ან ნაცებმა თქვას არ მინდა და შეიქმნება ნაცების გარეშე და იქნება ეს გაერთიანება და იქნება ნაცები ცალკე, ან გახარიეთ და ასე შემდეგ. ანუ აქ თავარი რა არის? აქ თავარი არის ის, რომ შეძლებს ამორჩეველი დაინახავს თუ არა ოპოზიციის მხარეს სიძლიერეს. სიძლიერ ძალას, რომელ ალტერნატივას პოლიტიკურ ჯგუფს, რომელსაც აქვს უნარი დაამარცხოს ხელისუფლება და რომელსაც შეძლებს რომ გაყვეს ამ ბრძოლაში. ეგ უნდა დაინახოს. ეს ხო არჩევნები არ არის თან. ძალიან ბევრ თემას ვლაპარაკობთ და ვერ ვეწევით თემებს. ნახე, რა შესაქმე სიძლიერის დანახვარი მნიშვნელოვანი ამომრჩევლის მასობრივი მობილიზაცია არის მნიშვნელოვანი, კრიტიკულად მნიშვნელოვანი, იმიტომ ამის გარეშე არ მოხდება პოლიტიკური ცვლილება, მაგრამ სიძლიერე ჩემთვის პირადად აღნიშნავს ერთი სუბიექტის არსებობას არანაირად და ემპირიული მაგალითი გვაქვს უამრავი ქართული წინასწრიდან, როდესაც რაღაცა ტიპის ერთობა იქნება, მაგრამ რაღაც პრინციპებზე არ დგას სწორად, არ არის ერთნაირი გააზრება საკითხების, ხო, მაგალითად ასევე ახსენე, ხო, თქვა არჩევის საკითხებზე. თუ ფუნდამენტურ საკითხებზე არ იქნება ერთიანი ხედვა წინასწარ, ხო, თქვა პირველივე მოსახვევში მე ფეთქდება ერთობა, ხო, აღარ არის ეფექტური და მე ამაზე საუბრობდი გასულ კვირაშიც და ახლაც რომ ეს ამდენი წლის განმავლობაში ასეთი ერთობა არ არის საინტერესო. თუ ამაზე არის საუბარი. არა, სულ სხვა რაღაცებზე ხომ საუბარი, სულ სხვა კონტექსტებში, ხო? ეხლა ველაპარაკოთ ამ კონტექსტში, იმიტომ ეს ანუ უფრო რთული იქნება, ხო, რაღაცა მოხელდება საკითხის. თუ ისეთი ტიპის ერთობა არის შესაძლებელი, რომელიც ემყარება საერთო კოორდინირებულ სტრატეგიულ შინაარსს და ეხლავე ვიცით რომ მე რო ამას ვამბობ, ამას გულისხმობ, რომ არჩევნები ამას ნიშნავს, ჩემთვის გირავი იმას ნიშნავს, ლეგიტიმაცია ასე არა, მაგრამ ისე არ არის. ასე აი ამ საკითხებზე თუ არის ერთიანი თანხმედრა, მან შეიძლება რომ რაღაცამ გაიხაროს. ეხლა შემდეგი კითხვა ისმის, აუცილებელია ერთი დიდი კალათი არსებობდეს იმისთვის, რომ ძალას ასხივებდე და იმისთვის რომ შეძლო რეჟიმის დამარცხება, მე პირადად, ხაზგასმულ პირადი აზრია ჩემი, მივიჩნე რომ არა. ანუ ლელო არ იქნება, არ მიყვება. ეგ საქმე ახლა. მე თქვი ჩემი პირადი აზრია თქო. აი კიდევ კარგი რომ ამ წამს თქვი. გავიგე, მაგრამ ნუ ლელოში განსხვავებული აზრია ამაზე? ჩვენ არ გქონია ფორმალური მსჯელობები ამ საკითხებზე, ამ ხო და ამიტომ რაღაც მივარაუდე რომ ლელო დიდად ამით აღფრთოვანებული არ არის როგორც ხვდება. ამ იდეით. არა, იდეა რაშია, უნდა გავიარო. არის იმაში რომ პროდასავლური ძალები გაერთიანდნენ. ამაში არის ეს იდეა. რაზეც საუბარი. ეგ არა ჩემთვის პოლიტიკური იდეა. აი ამაშია საქმე, ამაშია პრობლემა, ნახე, აი კარგი მაგალითია, ამაშია პრობლემა. პოლიტიკური ძალები გაერთიანდნენ, ეგ არ არის ჩემთვის პოლიტიკური იდეა. ეგ არის ფორმა.
აი ზუსტად მაგაშია საქმე და მადლობელია მანდ მივედით. ფორმები მე პირადად ხას უსვამ, მე პირადად გრიგოლს ნაკლებად მაინტერესებს. ნახე 1000 რაღაცა 8-იანი, 4-ეული, ამ ბოლო წელს არ ვამბობ, იქამდეც ვამბობ 24-მდეც, ხო? რამდენი რაღაც გვინახავს, ხო? 3-ეული, 4-ეული, ეგ არ მაინტერესებს. მე მაინტერესებს პოლიტიკის შინაარსი. კერძოდ პირველი სტრატეგიაზე და ტაქტიკაზე არის თუ არა ერთიანი მსგავსი მაინც არა მაგის garaში ერთიანობა ვერ შედგება ხო ახლა ზუსტად ამ ყველაფერზე უნდა თუ ვერ თანხმდები ამ თექო ის კი არა მე ვამბობ რომ პოლიტიკური გაერთიანება რა შინაარსით მოძრაობს ესა თუ ის ჯგუფი აი ესენ თუ ვიცით ეგ უკვე სხვა თემაა ხო და ამას ლაპარაკი ჭირდება და ამაზე არ ლაპარაკობთ თუ არ ლაპარაკობს ლელო ამ თემაში მაშინ რავი სხვა თემაა ლაპარაკი არის როგორ არის არა მე რა მაინტერესებს იცი რომ ეს პარტიები რაზეც ლაპარაკობენ ეს კონკრეტულად ეს მაინტერესებს ეს პარტიები რაზეც ლაპარაკობენ ამ ერთიანობაზე ამ ერთიანობის ფორმატთან დაკავშირებით ლელო ამათ ლაპარაკება თუ თქვენ გაქვთ სხვა სტრატეგია და ამ მარტო კოორდინაციაზე და რაღაც ამაზე ასეთ ურთიერთობაზე ხარ თანახმად აი ეს მაინტერესებს მესმის კი ამ კონსულტაციებში თქვენ ხარ თუ არ ხარ თუ სხვა გზა გაქვთ ასე თქვა საუბრები მიმდინარეობს ეს მე თავიდანვე ვთქვი ჩვენ რა გზას არ უნდა გქონდეს ჩვენი მიზანი არის ერთი და იქნება ერთი რა ფორმატებით რა საერთო თუ არასაერთო გზებით ვივლით განგრძობითად ამ მიზნისკენ, ამას გვაჩვენებს ძალიან ახლო მომავალი, მაგრამ საუბარი ამ ყველაფრის ირგვლივ არსებობს, ეს მე თავიდანაც ვთქვი, ძალიან მნიშვნელოვანი გონია ჩვენ ის, რომ ქართულ ხალხს გქონდეს იმისი რწმენა და ძალიან მყარი ცოდნა, რომ პოლიტიკური ძალაუფლება იქნება საიმედო ხელში, როდესაც ქართული ოცნება აღარ იქნება ხელისუფლებაში, ძალიან მშვენიერ და ქართულ დღეს, როდესაც პარლამენტში შევა ეროვნული ძალები, გაუქმებენ მავნებელ კანონებს გაათავისუფლებენ თუ იქამდე არ არის გათავისუფლებული პოლიტიკურ ტყვეებს, რომელიც არიან სინდისის და პატრიოტიზმის გამო, რეალურ ტყვეობაში და არაპატიმრობაში, და რომელიც დააბრუნებენ ჩვენს ქვეყანას იმ ევროპულ და ეროვნულ გზაზე, ძალიან მშვიდ განვითარებაზე ორიენტირებულ გზაზე, რაც ამ ქვეყანაზე მის მოსახლეობას ძალიან ჭირდება და ძალები, რომელიც არ იქნებიან აი ესეთი უმსგავსო, როგორც დღევანდელი ეგრეთ წოდებული მართული ძალაა, ხო, რომელიც მილიონებს თვითონ აღიარებს, ხო უკვე. წარმოიდგინეთ, თვითონ აღიარებს, რომ მისმა კაბინეტმა, ხო, სხვამ კი არა, ახალი თაობა ხო არ არის ქართული ოცნების, ხო? თავისივე კაბინეტზე ამბობს, ხო, თავისივე ადმინისტრაციაზე ამბობს, თავისივე კოლეგაზე ამბობს, რომ მილიონობით ლარს იპარავდნენ, რამდენი თავისი კოლეგა ჩასვახა ციხეში. და იგივე მინისტრთა კაბინეტის წევრი იყო. უმრავლესობის ლიდერი იყო ამ ხალხის. ხო, აი საოცრება არ არის? ისიც არ არის რომ ახალი თაობა მოვიდა, ხო, პარტიის და რევიზიონიზმი დაიწყო, ხო, თქვათ და რაღაცა ახალი იდეალები დასახა და აბა ბოდიშმიხტი და შევცვალოთ გეზი. თვითონ ეს კაცი იყო აი მაგ კორუმპირებულების უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის სპიკერი, ძმაკაცი, რა ვიცი, 1000 გვარი შეთანხმებებში ბიზნესები მაგათ იყო და ჩვენ გველაპარაკება ფასებზე. მე მიხსნის ფასებს. რაიცის ფასებზე ირაკლი კობახიძემ. აი რაიცის ფასებზე ეხლა მაგიტომ გახს ნორმალურია ეხლა რა გაახსენა ფასები? ეგეც ხო არჩენებს რომ საერთოდ აბსოლუტ გაგნებაში არ არის, ხო? აბა ეხლა როგორ გაახსენა? რა ვიცი, წინა წლებში უკვე კარგი ფასები იყო, ხო? და აი ამ მსგავსებებიც უნდა დაიცალოს ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება, ხო? იმიტომ ქართული ოცნება არის დღეს პოლიტიკური მსგავსება აბსოლუტურად და მე ვფიქრობ, რომ როგორ უნდა მოახერხოს ოპოზიციამ გაუწიოს წინააღმდეგობა ამ ყველაფერს, ასეც თქვენ საუბრობთ ახლა, ხო? ამაზე არის ხო რა სტრატეგიით და რა ხედვით? ძალიან ბევრი მუშაობით ადამიანებთან, ძალიან ბევრი მუშაობით არაერთმანეთთან ლაპარაკით, რამდენადაც ხალხთან ლაპარაკით. მე ესე მგონია სწორი. მე თუ მეკითხებით, მე ვიტყვი ჩემს გულწრფელ აზრს, როგორც ყოველთვის. და არა რაღაც ლამაზ ხაზს, ხო? მე მგონია რომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ძალიან ბევრი ხალხთან, ადამიანებთან, მათ შორის ახლა ერთმანეთთან უნდა გქონდეს კარგი გამართული კოორდინირება და ვაჩვენოთ ადამიანებს როგორ ვაპირებთ მომავალში მართოთ ეს ქვეყანა კოალიციურად და პასუხისგებლობით ეს ცხადია, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ პროცესში უნდა დაგვაწყდეს ხალხი. და იმ ადამიანებზე საუბარი და იმ ადამიანებთან საუბარი და მათთან ერთად პოლიტიკური ცვლილების შექმნა ვისთვისაც ეს ყველაფერი ხდება. ხო? ეს არის თავი და თავი. ძალიან რთულია ქართულ პოლიტიკაში ეს ჩვენი ბრალი არ არის, აქვე ვიტყვი, არა იმიტომ რომ ჩვენ ბევრი ბრალი გვაქვს. მათ შორის ოპოზიციას და მე ყოველთვის ძალიან მზად ვარ და ღია ვისაუბრო ამაზე, მათ შორის ეთერში, მაგრამ ჩვენი ბრალი არ არის რომ ძალიან რთულია იყო პოლიტიკოსი ავტოკრატიაში, ხო? ძალიან რთულია. ხო და ამ ავტოკრატიაში როცა ლაპარაკობთ, ახლა წეგავ ლაპარაკობდით იმაზე, რომ აი ირანი მთლად არა ვართ, მაგრამ პოლიტიკა ჩვენთან არის თუ არა ცოცხალი,
ეს საკითხავია იმის გამო რა ვითარება შექმნა ხელისუფლება, ხო? აბსოლუტურად. ამაზე არის საუბარი და შესაბამისად ამ ვითარებაში სტრატეგიაც და ბრძოლაც განსხვავებული უნდა იყოს, ხო? არა ისეთი როგორც ჩვეულებრივ ვითარებაში, როცა არის დემოკრატიული ქვეყანა, არის იქ არჩევნები, იქ ერთი გზით მიდის, მეორე გზით მიდის, მრავალფეროვანი არჩევნები. ანუ ამ კონტექსტის გათვალისწინებით გეკითხები, ხო? ანუ თქვენ ისევ მიყვებით, რომ რაღაც ჩვეულებრივი პოლიტიკა უნდა ვაკეთოთ, ეხლა ვიაროთ რეგიონებში, ხალხს ვილაპარაკოთ პენსიებზე. ეგ თუ არ აკეთებ, ვერაფერს არ გააკეთებ. არა, ესეც უნდა აკეთო კი, მაგრამ ანუ აი ეგ არის, ჩემთვის თუ არა. ხო, არა. ეგ უნდა აკეთო პირველ რიგში. ნუ მე ვფიქრობ, რომ პირიქით არის, როცა სიტუაცია არის შეცვლილი, როცა უბრალოდ პოლიტიკა არის, მკვდარი პოლიტიკის ფუტიკაშვილი მაგალითად პირობითად ის ადგილი აღარ დარჩა ამ ქვეყანაში რა, ანუ როცა ქვეყანას ასიამს მარწუხები მოჭერენ. აბა მე რო დავდივარ ქუჩაში პოლიტიკის ადგილი არ არის, რა არის. უამრავ ადამიანს ველაპარაკებ და მელაპარაკებ, ეგ არის პოლიტიკა პირველ რიგში, ხო? ხო, კი ბატონო, გაჩვენაში რას დავარქვეთ პოლიტიკას, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ტრადიციულ პარტიულ პოლიტიკაზე. ძალაუფლების ტრადიციულ პარტიულ პოლიტიკაზე, ძალაუფლების შეცვლის, მისი ეკონომიკის შეცვლის პროცესი, ხო? ამ კუთხით, მაგრამ აქ საუბარი არის, ჩვენ გვაქვს აქ თავისუფალი გარემო, შენ შეგიძლია სადაც რაღაცა ილაპარაკო პენსიებზე, შესთავაზო კარგი პროგრამა და ეს ადამიანი მოვა და შენ ესე მოგცემს არჩევნებზე შენ ხმას არავინ არ მოგპარავს, ასეთი გარემო გვაქვს თუ შენ გჭირდება ეხლა გახარ ქუჩაში, აგერ ხალხი ქუჩაში დგას, არის ნაწილი მოსაუბრებელი, ზამოს ეხლა პოლიტიკა კი არ გჭირდება წინააღმდეგობის მოძრაობა, იატაკოსთან მოძრაობა, ანუ პოლიტიკის კი არა, დისიდენტების დროა ფაქტობრივად, ისეთი ვითარება არის. წინააღმდეგობის მოძრაობა პოლიტიკა არის. ასეთი შეხედულებაც არის, ანუ ფართო გაგებით ყველაფერს პოლიტიკა შეიძლება დავარქვათ. მე გეკითხები, გელაპარაკებ პარტიულ პოლიტიკაზე. ამ შემთხვევაში, ანუ ეს გჭირდება თუ ფიქრობთ, რომ უბრალოდ ჩვეულებრივად გაგრძელდება ხა ვითარება, მოვა 2028 წელი, ყველა პარტია ცალ-ცალკე მიიღებს არჩევნებში, თუ საბრძოლველი არის ვადამდელი არჩევნებისთვის, პოლიტპატიმრების სხვადასხვა ამოცანებია. პოლიტპატიმრების გამოშვებისთვის, როცა იბრძვი. მაგისტრის ვიბრძვი წელიწად ნახევარია. ხო, არა, რატო იბრძვის, ნახე? პოლიტპატიმრების გამოშვება და ვადამდელი არჩევნების მოპოვება თუ არის მთავარი მიზანი, პოლიტპატიმრების გამოშვებას მოსა რეგიონში რაღაც პენსიაზე საუბარი სხვადასხვა რამეა. პოლიტპატიმრების გამოშვებას სხვა აქტივობებით უნდა მიაღწიო და არა იმით. კაი, დავიწყოთ იქიდან, რომ მე მგონი შეხსება ამჭირდება მაგ აქტივობების, იმიტომ წელიწად ნახევარია მე და ჩემი პოლიტიკური ძალა ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც, რა ვიცი, მინიმუმ 15-16 სახელმწიფოში მინიმუმ გარეთ და რეგულარულ კომუნიკაციაში ვიბრძვით სწორედ მაგ იდეალების და მიზნების განსახორციელებლად და მე მგონი ბევრს არ აქვს უფრო მეტი გაკეთებული ვიდრე ჩვენ პოლიტიკურ ძალას, თუმცა სხვებსაც ძალიან ბევრი, იმიტომ ეგ ცხადია, მაგრამ მე არ დამიწყნია, არც ბრიუსელში, არც ვაშინგტონში ყოფნისას და არც სხვაგან არასდროს, რომ პოლიტიკური ძალაუფლების ცვლილება ხდება ქვეყნის შიგნით, ხალხის მიერ, ხო? რა თქმა უნდა, და ამ ხალხის გარეშე და მათთან საუბრის და მათთან მუშაობის გარეშე არავითარი პოლიტიკური ცვლილება არ იქნება. კი ბატონო, ამიტომ თქვი, რომ ეგეც სულმეცი, მაგრამ თავარი რა არის ამ ბრძოლაში? თავარია. აი ეგ არის განსხვავება ამ შემთხვევაში ჩვენს ხედვებში. ნახე, მე კი არ მithქოს პენსიაზე კი უნდა ველაპარაკო აუცილებლად. თუმცა პენსიაზე თქვენ დაპირდით ამ ხალხს 1000 ლარიან პენსიას, მაგრამ გადავდივართ სხვა თემაზე, ძალიან ამან ვერ მოგაგებინათ არჩევნები. სხვა თემა არის. რომ დაპირდით, ჩვენ პარტია სამჯერ გაიზარდა სხვადასხვაის. მაგის გამო? მაგის გამო არ მაგრამ ბევრი რაღაცის გამო, მაგის გამო და სწორი პროგრამის გამო, აბა რა. კი ბატონო. აბა ხარ მე მოვეწონე 100.000-ზე უფრო მეტად ვიღაცას, ან ვიღაცას შეიძლება. არა, ეგეც კარგია, მაგრამ რა თქმა უნდა, შინაარსის გამო, პოლიტიკური შინაარსის გამო. იმიტომ რომ ადამიანი გისმენს და ელის შენგან პასუხებს იმ კითხვებზე, რომელიც მას აქვს. და მე ძალიან მყარად ვიყავი იმ აზრზე, აი გასულ თვითმმართველობის არჩევნებზე და იქამდეც და ახლაც ვარ, არაფერი არ შეცვალა მაგ კუთხით პირიქით და ეხლაც იგივე ადვოკატი ვარ, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ყველა სხვა პრობლემა ებმის ერთმანეთს. იმიტომ რომ ნახეთ, არის პროტესტი, ძალიან მნიშვნელოვანი პროტესტი, რომელიც რუსთაველზე ხდება და რომელიც სხვა კერებშიც ხდება, მას აქვს თავისი თემატიკა, მაგრამ ასევე არის ადამიანები, ძალიან ბევრი ადამიანი ჩვენ ქვეყანაში, ძალიან ბევრი, ვისაც გააჩნია საკუთარი დღის ესე იგი მათ შორის, ეგ კი არ ნიშნავს, რომ პოლიტპატიმრები და ეს ბიჭები და ზეამოღლობილი სხვები არ ადარდებს, მაგრამ ამავე დროს ადარდებს სხვა პრობლემებიც, ხო? სოციალური კავათი დაუწყეთ, რომელია პრიორიტეტი, ხო? მეორე ხარისხოვანი და ასე შემდეგ. არა, რა არის ბრძოლის თავარი ხაზი? სად გადის ბრძოლის თავარი ხაზი? მე პოლიტიკაში საერთოდ იმიტომ ჩავერთე თავის დროზე, რომ ჩემთვის პრიორიტეტი არის სოციალური და პოლიტიკური სამართლიანობა. ეს ორი მოდის ერთად. ხო, და დახვედით ბანკირების პარტიაში.
ანუ ახლა ესეთ მაპატება ეს კოცური პროპაგანდის ხაზის კოცური პროპაგანდა ანუ ახლა აწამსვა ბანკირების პარტია არ არის მემარცხენე კაცი ხო წახვედით მე წაკითხული გაქვს პროგრამა წაკითხული გაქვს ან 20-20 ან 20-20 არჩევნების ყველას პროგრამა წავიკითხე მაგრამ ძალიან კარგი მე იმ პროგრამაში ნახე რამე განსხვავებული ჩემი ხედვებისგან კარგი ამაზე მოვიკამათებ ლელო არა რახან ვახსენე ბანკირების პარტია არ არის ერთი სწორი სახელი აქედან დავიწყოთ ბანკირების პარტია ეს არის ჩვენი საერთო ერთობლივი პოლიტიკური პროექტი ჯერთი ბანკირები კი არა მნიშვნელოვანი ანტრეპრენორები არიან რომელსაც უამრავი სად არიან მოდი გახსენებაზე სად არიან ვერ ვეწევი თემებს არა ძალიან საერთოდ ხალხს არ ვითარებდი ვიდრე ცოტა პროპაგანდისტური რაღაცა ბრაშუაში არის მესაც წავიდებით მე არა თქვენ დაიწყეთ იმაზე საუბარო თქვენთვის თავარია თურმე სოციალური პრობლემები მე 6 წლის თავზე მანდავარ მე რო დავიწყე რა სამე სხვაგან წავედი მეც მახსოვს რომ მემარცხენე იყავით ხო და შენ და ირაკლი კუპრაძე დიახ მე ეწამ ბოდიში ლელო არის ცოტა უცნაური იყო ხო და ძალიან არასწორი მაშინაც კი ძალიან არასწორი იყო თუ უცნაური იყო რატო უცნაური და გეტყვი რატო მოგახსენ რატო პირველი და ლელო არის ის პარტია რომელიც პირველი პარტია რომელიც ბავშვთა შიმშილზე მეთოდურად ალაპარაკდა ჯერ კიდევ 2020 წელს და ეგ ჩემი და ირაკლის თათმის კამპანიაში იყო ერთ-ერთი მთავარი თემა ანუ თანმიმდევრულობა ადგილზე არის ჩვენ ვართ პარტია რომელიც ეკოლოგიურად სწორ და მდგრად განვითარებაზე საუბრობს რომელიც თანასწორ უფლებიანობაზე საუბრობს რომელსაც 2020-ის ეკონომიკურ პროგრამაში ჯერ კიდევ რომელშიც ხაშეში ჩემი როლი საერთოდ ყოფილა საერთოდ არ ყოფილა მაგ ეკონომიკურ პროგრამაში ჩემი როლი ძალიან ძლიერი ძალიან სწორი განმავითარებელი ფილოსოფია ქონდა რომელიც მოქალაქის კეთილდღეობას და ეკონომიკურ თავისუფლებას უხამებს ერთმანეთს ამიტომ მე რო წავედი ლელოში ძალიან სწორი გამიკეთებია 6 წლის თავზე შემიძლია გითხრა კარგი და ლელო არის ძალიან კარგი სოციალური დოქტრინის მატარებელი პოლიტიკური ძალა და თუ ამ რაღაცებზე მემარცხენე პოლიტიკური ძალა არ არის ხო არა ცენტრისტული ძალა იყო ამაზე ლაპარაკობთ ხო მემარცხენე პოლიტიკური ძალა არის აგერ ხო ეხლა ვახუშტი მენაბდემ და სხვებმა შექმნეს ის არის მემარცხენე მომართვა ამ ჩვენს არგუმენტა რა შუაში არაფერი შუაში არ არის კაცო ხო რა იდეალებსაც მე ვიცავდი იგივე იდეალებს იცავს ლელო 6-ვე წელი ასე რომ ძალიან სწორად გასავსვა მაგრამ მემარცხენეობა ხო ცოტა სხვა რამეა და თქვენ ხო მემარცხენე იყო მემარცხენე სასაუბროა თუ რა შუაში არა უბრალოდ ამ თემას აღარ შევეხეთ არა მაგ თემას არ შევეხეთ შემითხარი სხვა რაღაცა სხვა ფრაზა რომელსაც გიპასუხე და ვაჩვენ საზოგადოებას არანაირი შემთხვევაში არა მე რო მემარცხენე იდეები მქონდა ვითომ ასე არანაირად წეში არ ყოფილა არც ერთი დღე მაგრამ ეს ხო ამისთვის ხო არ ეს ხო არ ყოფილა ჩვენ საუბრის თავარი თემა გადაუხვია თავარი თემა ხო თუმცა საინტერესო გადახვევა იყო ჩვენ საუბრის თავარი თემა ის იყო რომ სოციალურად და პოლიტიკურად სამართლის ეგ არის ჩემთვის მიზანი. ეს გულისხმობს რას, რომ არც ზიამაყობელი უნდა იყოს ციხეში, არც პოლიტიკურები უნდა გვყავდეს, არც ქვეყნის კონსტიტუცია უნდა იყოს ადამიანის თავზე დახეული და არც ღატაკი არ უნდა იყოს და სიცივის არ უნდა ეშინოდეს. ყველაფერს ერთად გულისხმობს შემთთვის და შენ გინდა რომ წავიდე სადღაცას და ველაპარაკო მარტო ერთ ნაწილზე, რა? არა, მარტო არა მე. ხო, აბა, პრიორიტეტი რა არის თქვენთვის თქო? ჩემთვის პრიორიტეტი არის სამართლიანობა და სამართლიანობა ნიშნავს იმასაც, რომ არც მზია უნდა იყოს ამ დღეში, არც ემიგრაციაში უნდა გარბოდეს ხალხი, არც შუგტარი დედები არ უნდა იყინებოდნენ გარეთ შვილების საფლავებზე და პროკურატურასთან, არც ყოველ მეოთხე ბავშვი არ უნდა შიოდეს და არც მოხუცია უნდა იყოს ამ დღეში და ამ ჭაობში არ უნდა ვიყოთ. ეგ არის ჩემთვის სამართლიანობა და საღი აზრი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აქედან არც ერთი საკითხი არ არის უფრო პრიორიტეტული და უფრო ნაკლებად ყველა არის ეროვნული მშობის საკითხები. დემოგრაფია რო გვაქვს საშინელ მდგომარეობაში და ამ ქვეყანაში არაბებს რო ჯლიგინ გადაეცემა 9 მილიონი კვადრატი ეგ რა ნაკლებად მშობლის საკითხია? აბა გონიაში ვკითხოთ ხალხს, ან სხვებს. და მე მაგას ვამბობ, ბიძინა ივანიშვილი მარტო ერთი თემით არ შეიძლება, მით უმეტეს მარტო პროტესტის 2-3 თემით. ეგ მნიშვნელოვანია, მაგრამ მარტო მაგით ვერ შეცვლი. და თუ გვინდა შევცვალოთ, უნდა ვიყოთ კომპლექსურები, ხო? ფართოს მაგას ვამბობ მთელი ეს დრო. ეს არ გამორიცხავს კომპლექსურობას, პრიორიტეტის არჩევა არ გამორიცხავს კომპლექსურობას. სამართლის სახელმწიფო. ნუ ვიდავებთ ამაზე. ამ სამართლებაზე ველაპარაკები უამრავ ადამიანს ყოველკვირა. ხო, ბოლოს უბრალოდ მიპასუხეთ აი ამ კითხვაზე, თქვენი ლიდერები არ ჩანან. პამუკა ხაზარაძე და ჯაფარიძე და სად არიან ისინი? ბევრი რაღაცა ჭორი გაჩნდა, კითხვები გაჩნდა, ზოგადად თქვა რომ ქვეყნიდან წავიდნენ. სად არიან? არიან ისე პოლიტიკაში თუ არ არიან? გასაგურებელი, მამუკა ხაზარაძე პარტიის თავმჯდომარე, ისეთ აქტიურად არის ყველა პროცესში, ცხადია, ყველა ჩვენს დისკუსიაში, ყველა ასთა გაცვლა-გამოცვლაში ჩართული, როგორც თუმცა ქვეყანაში არ არის როგორც ვიცი, ხო, ამ ეტაპზე. ქვეყანაში ხან ვართ ხოლმე, ხან არ ვართ ხოლმე, ბევრი სხვა საქმე არის ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთაც და მე ანუ თავარი არის ის, რომ მამუკა არის აბსოლუტურად აქტიურად ჩართული ყველა შიდა და მნიშვნელოვან პროცესში, ისევე როგორც ბადრი ჯაფარიძე
რომელიც არის ძალიან აქტიურად ჩართული. და ხო, ვაგრძელებთ ბრძოლას, იგივე რწმენით, იგივე სიყვარულით. თუმცა ეთერებიდან გაქრნენ ეს ადამიანები, ხო ბოლო დროს რა. ხო, თუ ეთერების სიხშირე მე მგონი ძალიან ხშირად ხო ზოგადად მამუკამ და ბადრიმ ძალიან დიდი ხანია. არა, მაინტერესებს ერთი პარტიის ლიდერი გვყავს უკვე, რომელიც ფაქტობრივად ემიგრაციიდან მართავს პარტიას. მე გულისხმობ გახარიას და მე ვცდილობ იმის გარკვევას, რომ კიდევ ხო არ გაჩნდა ახალი პარტია, რომელიც ლიდერიც ასევე ემიგრაციიდან აპირებს მართოს პარტია. მარტივად რო ვიკითხოთ. ჯეთი დავიწყებ იქიდან, რომ ჩვენ ვართ ძლიერი პოლიტიკური გუნდი და ეგ სწორედ მამუკა ხაზარაძის და ბადრ ჯაფარიძის სწორი ფილოსოფიის დამსახურებაა, რომ ეს ჩვენ არ ვართ რაღაცა იერარქიული პირამიდა, რომელიც რაღაცა ბელადებზე დგას, ჩვენთვის არის უძვირფასესი პიროვნება, ჩვენი თავმჯდომარე და უძვირფასესი კოლეგა და კარგი მეგობარი და ჩვენი თანაგუნდელი და რა თქმა უნდა ის არის ჩვენი თავმჯდომარე, მაგრამ ეს არ არის ბელადომანიაზე აგებული პოლიტიკური გუნდი. ამ პოლიტიკურ გუნდს და ეს ჩვენ დავადასტურეთ, მიხარია, როდესაც ისინი პატიმრობაში იყვნენ და იყო კრიტიკული მომენტები, როდესაც მათთან კონსულტირება ვერ შევძელით, ისე მოგვიხდა ძალიან კრიტიკულ საკითხებზე ყველა სახსოვს პოზიციის დაფიქსირება. ვერ შევძელით და ციხეში შაბათკრეს თქვა ვერ შედიოთ. და ჩვენ ეს გავაკეთეთ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ღირებულებებზე აწყობილი პოლიტიკური გუნდი, ვიცით რა გვინდა, ვიცით ეს ქვეყანა როგორი უნდა იყოს. და განვიხილოთ იმისა, ვინცად ვიქნებით რომელ კონკრეტულ კვირაში, რომელ კონკრეტულ მომენტში ეს გუნდი არის აქ და იქნება აქ და აგრძელებს, რა თქმა უნდა, შრომას და ბრძოლას საქართველოსთვის. და ამ პროცესის განუყოფელი ნაწილი არის მამუკაც, ცხადია, ბადრიც, გრიგოლიც, ირაკლის თავსოს, გიორგის და ყველა სხვა. კი ბატონო, გისურვებთ წარმატებებს. მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. გრიგოლ გეგელია იყო ჩვენი ბოლო სტუმარი, პარტია ლელო ძლიერი საქართველოსთვის წარმომადგენელი. ასეთ იყო დღევანდელი გადაცემა. მე ხვალამდე გემშვიდობებით, ხვალ 7-ის ნახევარზე გადაცემით რეზიუმე შევხვდებით ერთმანეთს.